საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ ღია ეთერს. დებატები იმედზე გრძელდება. დღეს ჩვენი მთავარი თემაა ხელისუფლების მიგრაციის პოლიტიკა და მსხვილ უცხოურ კაპიტალთან დაკავშირებული გამოწვევები. ოპონენტები უპასუხებენ მთავარ კითხვას, რა კეთდება ქვეყნის ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად. პოლემიკის საკვანძო თემა იქნება კომპანია Eagle Hills-ის მასშტაბური დეველოპერული პროექტი, არაბული ინვესტიციების ეკონომიკური სარგებელი და შესაძლო საფრთხეები. რას მოუტანს ქვეყანას უპრეცედენტო ოდენობის 6.6 მილიარდის შემოსვლა საქართველოს ეკონომიკაში. ასეთი მონახაზი გვაქვს დღევანდელი დისკუსიისთვის. წარმოგიდგენთ ღია ეთერის სტუმრებს. დღეს დებატებში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი. მათი ოპონენტები არიან პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია და ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც წარმოადგენს მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. პირობითად ორი მიმართულებით განვითარდება დღეს ჩვენი დისკუსია. პირველი არის უფრო ზოგადად მიგრაციის პოლიტიკა, ხელისუფლების დამოკიდებულება, მიგრაციული პროცესების მიმართ, რა დოზით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, რა რეგულაციები მოქმედებს და რა თქმა უნდა, როგორი არის დღევანდელი მოცემულობა, სტატისტიკური მაჩვენებლები. შემდეგ უკვე როგორც ამ საკითხის ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, მაგალითზე და მნიშვნელოვან კომპონენტზე გადავალთ Eagle Hills-ის დეველოპერულ პროექტზე და ყველა იმ წუხილზე თუ შეშფოთებაზე, რომელიც საზოგადოების ერთ ჯგუფს აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით. ხელისუფლების წარმომადგენლები გახსნიან დებატებს, შემდეგ უკვე ოპონენტები თანმიმდევრობით დასვით კითხვები, გამოთქვით მოსაზრება და გიპასუხებენ კვლავ მართველი გუნდის წარმომადგენლები. პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს გადავცემ სიტყვას, როგორი არის ხელისუფლების საკვანძო, ასე ვთქვათ, ძირითადი პრიორიტეტები მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რას ეფუძნება ეს დამოკიდებულება და რაც მნიშვნელოვანია მონაცემები რა გვაქვს დღევანდელი მდგომარეობით. მადლობა პირველ რიგში ამ თემაზე დებატების ორგანიზებისთვის, მოგესალმებით მაგდა, მივესალმები დებატების მონაწილეებს. ეს არის თემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და სამართლიანად ბუნებრივია, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არის საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციები, განსაკუთრებით ევროპაში, თუმცა მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც. შესაბამისად ის, რომ ეს საკითხი იწვევს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი. შესაბამისად მისასალმებელია, ბუნებრივია ასეთ თემაზე, ასეთ თემებზე და ამ თემაზე კონკრეტულად ფართო დისკუსიის გაშლა. რაც შეეხება ზოგადად ემიგრაციას და იმიგრაციას, ორ ნაწილად რო გავყოთ ეს თემა. ემიგრაციაც არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე მათ შორის იმ სტატისტიკიდან, რაც არის დაფიქსირებული. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა და ეს ბალანსი არის საკმაოდ ნეგატიური. და ამას აქვს ზოგადად ერთი მთავარი მიზეზი, ეს არის ეკონომიკა. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რაც იწვევს მოსახლეობის ემიგრაციას და უარყოფით მიგრაციულ სალდოს და თქვენ ნებართვით მოგვიანებით ამას ოდნავ უფრო ფართოდ შევეხები. და რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვლას, ეს არის პრობლემური საკითხი, ბუნებრივია, საჭიროა სწორად მართვა ამ პროცესების და აქაც არის სამი ძირითადი ფაქტორი, რასაც გამოყოფდი. რაც განაპირობებს მიგრანტების კონკრეტულ რაოდენობას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და შესაბამისად გახსნილი ვართ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მეორე ეს არის სტუდენტების პროგრამები, უცხოელი სტუდენტები გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობით და მესამე ეს არის ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ძალის დეფიციტი, რასაც ჭირდება შევსება და ამ დეფიციტის შევსება ხდება ხშირად მათ შორის კომპანიების მიერ, პირველ რიგში კომპანიების მიერ უცხოური სამუშაო ძალით. ეს არის სამი ძირითადი ფაქტორი და შეგვიძლია სამივეს კონკრეტულად შევეხოთ. რაც შეეხება ეკონომიკას, ხო, რომ შევეხოთ პირველ რიგში ემიგრაციას, რატომ გადიან ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ მქონდა უარყოფითი სალდო საქართველოს მოქალაქეების ნაწილში, ანუ იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. შარშან საიმედო მაჩვენებელი დაფიქსირდა, პირველად მოხდა ისე 2020 წლის შემდეგ, 2020 წელს მიზეზი იყო კოვიდი. 2020 წლის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ 2024 წელს შარშან წინ უფრო სწორად 25 მონაცემები გამოქვეყნდება. 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა. პირველად დაფიქსირდა 2024 წელს
ამ ბოლო წლების განმავლობაში 2020 წლის შემდეგ დადებითი სალდო მოქალაქეების, უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში. რაც შეეხება ეკონომიკას, პატარა ასე ვთქვათ, პურცელი ამობეჭდე, აქ არის წარმოდგენილი მონაცემები, რაც ასახავს ეკონომიკის მდგომარეობას. ვაჩვენოთ თუ გვაქვს საშუალება მაქსიმალურად მიახლოებულად დიახ ახლა ჩანს. ოპონენტები ალბათ აინახავენ. აქ არის მოცემული საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ფულის ყიდულობითი უნარის გათვალისწინებით. ანუ ეს არის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი, რაც ასახავს სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, როგორია საშუალო მდგომარეობა. და თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს შემთხვევაში 33,340 დოლარია ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდულობითი უნარის გათვალისწინებით. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი არის 75,480, საფრანგეთში 67,671, საბერძნეთში 46,800 და ინდოეთი 12,964. ეს ციფრები რას გვეუბნება ჩვენ, რომ რეალურად არის დიდი სხვაობა ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგალითად საქართველოსა და გერმანიას შორის. თითქმის 2.5-ჯერ უკეთესია ცხოვრების დონე გერმანიაში, ამას ემატება ეს აგრარული ინფრასტრუქტურა, სერვისები, მომსახურება და ეს შემდეგ. აქედან გამომდინარე, ერთგვარი გრავიტაციის კანონი მოქმედებს მიგრაციის კუთხით, ეკონომიკური გრავიტაციის კანონი. გრავიტაციაში ვიცით, რომ რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო მეტად იზიდავს მცირე სხეულს. ხო, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფრო დიდი ეკონომიკა და ეს დიდი ეკონომიკა იზიდავს მოქალაქეებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ უფრო მცირე ეკონომიკა. ამას ვერ გაიქცევი, ხო, შენი ეკონომიკა თუ არის 2.5-ჯერ ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყანაში, შენი მოქალაქეები არიან მიდრეკილი ემიგრაციისკენ და ეს არის სოფლიოს ყველა კუთხეში ასე. მადლობა. თუმცა აქ რა არის საინტერესო, ნახეთ, ეს სხვაობა მცირდება. აქ არის მოცემული 2026 წლის მონაცემები და 2012 წლის მონაცემები. 4.5 იყო, 4.5 მაგიას, თქვა იყო სხვაობა გერმანიასთან. ანუ 4.5-ჯერ გვისწრებდა 2012 წელს და ეს სხვაობა არის შემცირებული რადიკალურად. საფრანგეთთან 4 მაგი იყო სხვაობა და 2 მაგია სხვაობა მხოლოდ საქართველოსა და საფრანგეთს შორის. საბერძნეთთან სხვაობა იყო 2.5 და შემცირებულია 40%-მდე. ეს რას გვეუბნება ჩვენ, რომ საბერძნეთის მაგალითი რო ავიღოთ, თქვენ გახსოვთ 90-იან წლებში იყო ძალიან დიდი მიგრაციული ნაკადი საბერძნეთში. დღეს პრაქტიკულად აღარავინ მიდის საბერძნეთში სამუშაოდ. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკამ განაპირობა ეს. 40% არის სხვაობა, ასეთ პირობებში მიგრაციის ინტერესი აღარ არის. 90-იან წლებში გამოსავალი ეკონომიკის ზრდა აკავებს 80-იან წლებში რატომ მიდიოდნენ საბერძნეთში? იმიტომ მიდიოდნენ, რომ 8-ჯერ მეტი იყო ეს მაჩვენებელი. 8-ჯერ მეტი წარმოიდგინეთ 90-იან წლებში. ამიტომ ბუნებრივია იყო მიგრაცია საქართველოსთან საბერძნეთში. და ინდოეთის მაგალითი რო ავიღოთ, 2.5-ჯერ ვასწრებთ ინდოეთს. აქედან გამომდინარე, აქ პირიქით ინტერესი არსებობს. თუ გერმანიის შემთხვევაში არის ინტერესი, რომ საქართველოსთან წავიდეს მოქალაქე, საზღვარგარეთ ამ შემთხვევაში არის ინტერესი, რომ ინდოეთიდან ჩამოვიდეს სამუშაოდ საქართველოში. მოვუსმინოთ თქვენს ოპონენტებს და შემდეგ უკვე გავშალოთ. ზურა, თქვენთან გადმოვასწრებით, ეთანხმებით თუ არა პრემიერის განმარტებას და პრობლემატურს რას ხედავთ აი ამ მდგომარეობაში და გამოსავალს რა შეხედავთ? მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მადლობა ქართულ ოცნებას, რომ შეცვალა მიდგომა და გაიხსნა სადებატო სივრცე. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზოგადად ქართული პოლიტიკური პროცესი რაღაც კუთხით მკვდარი რო იყო, იქიდან გამომდინარე ხდებოდა, რომ ქართული ოცნება რაღაცნაირად კომფორტულ მდგომარეობაში იყო, რომ ერთადერთი ოპოზიცია ვიწყავდა, იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ თქვენ უნდა დაგამხოთ და სხვა განსახილველი თემა არც იყო და თუ ჩვენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც თუ რამე ცვლილება მოხდება, ვითანხმებით, რომ ეგ არჩევნებით უნდა მოხდეს, კონკრეტულ თემებზე ვისაუბრებთ. ეგ ქვეყანას წინ წაწევს, ამიტომ ზოგადად ძალიან კაი მოვლენა არის და მივესალმებით. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად მიგრაციის თემას, მე აქ მინდა რომ საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან გარკვეული დამატებითი ინფორმაცია წარვადგინო, იმიტომ რომ პრემიერმა კი ისაუბრა ამ ტენდენციაზე, მაგრამ მე მინდა რომ სრული სურათი მაინც გქონდეს. 2014 წელს, როდესაც ჩატარდა აღწერა, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა იყო 3,700,000-ის ფარგლებში. 2024 წელს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა დაფიქსირდა 3,900,000-ის ფარგლებში. ანუ ამ მოცემულობით გვიფიქსირდება 200,000 ადამიანით ზრდა. ოღონდ პარალელურად ამ 10 წლის მანძილზე
265,000 საქართველოს მოქალაქით მეტი წავიდა უცხოეთში, ვიდრე დაბრუნდა და რომ შევადაროთ საქართველოში დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, მატება არ გვაქვს. სტატისტიკური ცნობილების ფარგლებშია და განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა ბოლო წლებში, პირველად საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ ჩამოვწვდით 40,000-იან ნიშნულს, 39,000 ბავშვი დაიბადა საქართველოში და ამას თუ დავამატებთ იმ ფაქტს, რომ მათი ნაწილი არის სუროგაციის პროგრამით, როცა უცხოელი წყვილები აქ ქართველ ქალს აჩენინებენ ბავშვს და ეს ბავშვი მერე საქართველოდან მიყავთ, ეს 39,000-იც კი არ არის ჩვენი ბუნებრივი მატება. ანუ ნეგატიური ტენდენცია გვაქვს და ბატონმა პრემიერმა ამაზეც ისაუბრა და მე შეგვიძლია მაგაზეც გავაგრძელოთ საინტერესო თემა. ეს რატო არის მატება მოხდა უცხოელების ხარჯზე? ეს რატო არის მნიშვნელოვანი? ანუ წესით მათემატიკურად კლება უნდა გქონოდა 265,000, მატება გვაქვს 200,000. ანუ ეს 465,000 ადამიანის გენერირება საიდან მოხდა? ანუ ადამიანები აქ თუ არ დაიბადნენ და თუ არ დაბრუნდნენ, ანუ ჩვენმა ხელისუფლებამ რაღაცა ახალი გზა მოიგონა ქართველების წარმოქმნის, ხო არის აიეტის მითია, რომ რაღაც დრაკონის კბილები მოაბნიეს და მიწიდან ამოიზარდა, ხო? ან რაღაცა ეგეთი მოხდა. ანუ სტატის მონაცემები წინააღმდეგობაშია იმ სხვა სტატისტიკებთან, რასაც ქართული ოცნება გვეუბნება, რომ საქართველოში მხოლოდ 264,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე არის. მაგრამ რა პრობლემას ხედავთ და ხელისუფლებამ როგორ უნდა დაარეგულიროს თქვენი აზრით ეს პრობლემა? ორი პრობლემა. პირველი, ხელისუფლების წარმოდგენილი ციფრები ერთმანეთთან რო აჯდება, ეს იდეოლოგიის პრობლემა არა, ეს უბრალოდ კალკულატორის პრობლემაა, რომ მოსახლეობის რაოდენობებში აცილება და რამდენი ადამიანს გვეუბნებიან, რომ ეხლა აქ არის ერთმანეთთან აჯდება ეგ ერთი და მეორე, რა სტატისტიკასაც გვეუბნებიან, სულ რო გავყვეთ, რომ 4 მილიონი მიგრანტი არის საქართველოში, ეგ თან დაგენერირდა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში დიდწილად, ხო? ან 2012 წლის დროს ეგ იყო რამდენიმე ათეული ათასი, ახლა არის 265,000-ის ფარგლებში. ეს ტენდენცია, ანუ ის ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო მიზეზები, რამაც გამოიწვია ესეთი ტენდენცია გრძელდება და ჩვენ თუ არ დავინახავთ, რომ აქ რამე ფუნდამენტურად შეიცვალა, ეს შეგვიძლია ექსტრაპოლაცია გავაკეთოთ კიდე შემდეგ 10 წელში და დავინახავთ, რომ პრობლემები მოიმატებს. და ამის გარშემო არის ჩემი ამოცანა, რომ რაღაცა საერთო მოусმინოთ პასუხს და შემდეგ თქვენს ჩაიკითხეთ და მე უკვე ბატონი აგოს მოусმინოთ. უბასხებ, რაც შეეხება სტატისტიკას მოქალაქეების ნაწილში, მიგრაციის ნაწილში აბსოლუტურად ზუსტია. ასევე სტატისტიკას რაც შეეხება უცხოელი მიგრანტების ნაწილში, ესეც ზუსტია. ანუ საქსტატი ასახავს მათ შორის ძალიან მარტივად საზღვრისკვეთის მონაცემების მიხედვით რამდენია მიგრანტი საქართველოში. თუ საბოლოო ჯამში საქსტატის ბოლო მონაცემები გვეუბნება რას? არის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის მიხედვითაც მაქსიმალური რაოდენობა უცხოელების, ვინც ცხოვრობს დღეს საქართველოში, მუდმივად 1 წელზე მეტი ხნის ვადით, არის 257,000. აქ შედიან არალეგალებიც მათ შორის. ანუ 257,000 არის მაქსიმალური რაოდენობა. და მაქსიმუმს რატო ამბობენ? დანარჩენზე ზუსტად იციან, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები, 257,000 არის მაქსიმუმ. შეიძლება იყოს 250,000, შეიძლება იყოს 255, მაგრამ დაახლოებით არის, ანუ მაქსიმალური რაოდენობა არის 257,000 და ერთი დაზუსტება, ანუ რაც შეეხება ამ ცდომილებას, ხო, აბსოლუტურად სწორია, რომ ლოგიკური აცდენა არის 3,700,000, 3,900,000. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, ხარვეზებით იყო ჩატარებული 2014 წლის საყოველთაო აღწერა. ნუ ერთადერთი ახსნა აქვს. რეალურად ჩვენ ყოველთვის გვიგვირდა ხოლმე და ამაზე ხშირად საუბრობდით, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ საპენსიო მაჩვენებლები, რამდენი პენსიონერია საქართველოში და როგორ იზრდებოდა ეს მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში. შეგიძლიათ ამოიღოთ სკოლის მოსწავლეების მაჩვენებლები, სტუდენტების მაჩვენებლები, რაოდენობა და აშკარად ჩანდა, რომ 3,700,000 ვერ იქნებოდა ჩვენი მოსახლეობა. შესაბამისად 2014 წლის საყოველთაო აღწერა ჩატარდა არასწორი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს დაზუსტდა. ანუ სინამდვილეში ცვლილება კი არ გვაქვს, მოსახლეობის მატება რეალურად არ გვაქვს. საბოლოო ჯამში მოხდა რა, რომ მოიკლო მოქალაქეების რაოდენობა
და ეს შეივსო უცხოელი მიგრანტების ხარჯზე. ეს არის რეალობა. ანუ მოსახლეობის რაოდენობა არ შეცვლა, უბრალოდ არასწორი მაჩვენებელი იყო 3,700,000 და ეს გასწორდა და დაზუსტა, სინამდვილეში არის 3,900,000. ოღონდ ამასაც გეთანხმებით, რომ ზრდა უпроსორად შენარჩუნება მაჩვენებლის დაკავშირებულია მიგრანტებთან და სამწუხაროდ არა ჩვენი მოქალაქეების მატებასთან. პერსპექტივაში თუ ხედავთ პრობლემას, ვთქვათ, აი 10 წლის შემდეგ რა სურათი შეიძლება მივიღოთ? თავარი პრობლემა გვაქვს ჩვენ შიდა დემოგრაფიაში. კიდევ ერთხელ, ეკონომიკა გაასწორებს მიგრაციის ნაწილს. ეკონომიკა რაც უფრო მეტად გაიზრდება, მით უფრო მეტი მოქალაქე დაბრუნდება და ნაკლები მოქალაქე გავა. ანუ ეკონომიკის ზრდა თუ შეიძლება ეგ ორივე ციფრები არის თქვენი მთავრობის წარმოდგენილი ციფრები და პასუხისმგებლობა თქვენია. შესაბამისად, თქვენ თუ ამბობთ, რომ აი ის სტატისტიკა არასწორი იყო, ეს არის, მაშინ სრულიად გამართლებული იქნება, რომ მე შეიძლება ვივარაუდო, რომ არა, შეიძლება სხვა სტატისტიკა არის არასწორი, ან შეიძლება ის სტატისტიკა, რომელთაც გვეუბნებით, რომ ამდენი არის შემოსული, ამდენი გასული, ან თუ თქვენ მიერ წარმოდგენილ სტატისტიკების ნაწილს ეჭქვეშ ვაყენებთ და ეგ პირველი თქვენ გააკეთეთ, მაშინ სრულიად მართებული იქნება, რომ მეც გამიჩნდეს ეჭვები სტატისტიკის სხვა ნაწილებზე და მაგაზე კაი შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ძალიან მიხარიათ, რომ თვითონ პრობლემატიკის არსზე რა ხამთანხმდებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივი იკლებს და ამისი ჩანაცვლება რო ხდება გარედან შემოსული ხალხით, ეს პრობლემატიკა რო გამოიკვეთა, ეგ ძალიან მიხარია და დანარჩენი მე მგონი ბევრად უფრო მარტივად წავა ჩვენი კამათი. კი, რა თქმა უნდა ეს ასია. ანუ დემოგრაფიაში და დემოგრაფიის ნაწილში შობადობა გვაქვს ძალიან მკვეთრი კლება და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ამას ვისაუბრებთ პარლამენტშიც, მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში. ფიქსირდება 2014 წლიდან მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული და რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, თავარი მიზეზი არის იდეოლოგიური. და გვაქვს ქორწინების ნაწილში მკვეთრი კლება და ეს რა თქმა უნდა აისახება შობადობას. და კიდევ ერთხელ, ანუ მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში გვაქვს გაზრდილი მაჩვენებელი 2014 წლიდან და შენარჩუნებული არ იცვლება და რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს არის დრამატული კლება. დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ ნახეთ, ანუ ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ანუ დაბრუნდებიან ჩვენი მოქალაქეები საქართველოში ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ იდეოლოგიური კომპონენტი თუ არ დაემატა, ეკონომიკა პირიქით, ეკონომიკის ზრდა და ამას აჩვენებს სოფლიო სტატისტიკა, რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე სხვადასხვა კონტინენტზე მათ შორის, მით უფრო ნაკლებია შობადობა. ყველაზე ღარიბ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი შობადობა. ეს არის აფრიკის კონტინენტის ქვეყნები, ყველაზე ღარიბი ქვეყნები, პირდაპირ ტენდენცია, ღაზა სექტორი იყო მეორე ადგილზე შობადობის თვალსაზრისით, სადაც არის $500 ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. ანუ ნახეთ რა შეასაქმე, ეკონომიკა გამოასწორებს მიგრაციის ნაწილში დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, რაც შეეხება შობადობას და ქორწინებას, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო. სანამ ბატონი იაგო ჩაერთვება ჩვენ დისკუსიაში, ხალბატონ მარიამს მინდა ვთხოვო, ეკონომიკური ეფექტი ემიგრაციული პროცესების თუ შეიძლება მოკლედ გითხრათ, აი ეს ადამიანები, უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან, მათ რა წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ამიტომ. პირველ რიგში მაგესალმებით, მე ვესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მე ვესალმები ჩვენი დებატების თანამონაწილეებს, ძალიან საინტერესო თემებია და მე ჩემნაწილში ალბათ ვეცდები გავაგრძელო ის მიმართულება, რაც პრემიერ-მინისტრმა თავისი სიტყვის ფარგლებში უკვე ახსენა და განმარტა, თუ რამდენად ერთმანეთთან დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ემიგრაციასთან, ისევე როგორც იმიგრაციასთან. მე ვეცდები ასევე მოკლედ გამოვყო ის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც ეკონომიკური მიმართულება, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ისახება ჩვენ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებას. და რა თქმა უნდა, ზოგადადაც ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე, განჭვრეტადი გარემოს შექმნაზე, იმისთვის, რომ ბიზნესმა იქნება შიდა თუ საერთაშორისო ინვესტორები განაგრძონ იმ სიკეთის შექმნა, რომელიც გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირსეული ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უპირობოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ როდესაც საუბრობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებას ჩვენ ქვეყანაში, ალბათ სამი ძირითადი მიმართულებაა. პირველი შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ ტურიზმის ინდუსტრიით, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულად
ძლიერი ამ მიმართულებით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ წლიდან წლამდე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორი ასეთი დინამიკით იზრდებოდეს და თითოეული ჩვენგანი ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად ხედავთ იმ რეკორდულ მონაცემებს, რომელიც ტურიზმის სექტორში ფიქსირდება. შეგვიძლია ავიღოთ გასული წელი, როგორც ერთ-ერთი ნათელი მაგალითი და პირველ რიგში ვთქვათ, რომ სწორედ ამ ძალისხმევიდან გამომდინარე, რაც იდება ყოველწლიურად სახელმწიფოს მხრიდან, ისტორიული იყო და რეკორდული იყო ის მონაცემები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მივიღეთ ტურიზმიდან 4 მილიარდ 700 მილიონი ამერიკულ დოლარზე მეტი შემოვიდა უშუალო ტურიზმიდან ჩვენ ქვეყანაში და დაიხარჯა ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 7 მილიონ 800,000-ზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს ჩვენ ქვეყანაში ზოგადად ტურიზმის უდიდესი პოზიტიური გადაცემის ეფექტი აქვს ჩვენ ხედავთ რომ ფაქტობრივად ოჯახი არ არის ჩვენ ქვეყანაში დარჩენილი რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დამოკიდებული და ჩართული ტურიზმის სექტორზე 130,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამ სექტორში და ჩვენ ასევე ვხედავთ რამდენად გადაბმულია უკვე ტრანსპორტის, ავიაციისა და ტურიზმის სექტორი. შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ როდესაც ვხედავთ მზარდ ნაკადებს, მათ შორის დედაქალაქში, რეგიონებში, სოფლებში, ყველგან შეინიშნება უცხო სახეები, უცხო ეროვნების მქონე ადამიანები, თუმცა მე აქვე მინდა განმარტო, რომ ერთის მხრივ საქართველოს ყოველთვის აი საერთაშორისო არეალსაც რო შევხედოთ დისკუსიებზე, გამოცვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველოს არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით, ისევე როგორც ლიბერალური სავიზო პოლიტიკით, უზრუნველყოფა მოეხდინა სექტორის ასეთი სწრაფი ზრდისთვის. ჩვენ ქვეყანაში 96 ქვეყნის მოქალაქე შემოდის უვიზოდ, თუმცა დაახლოებით იგივე რაოდენობის 97 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება ვიზა იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდეს. ჩვენ მუდმივად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჭიდრო თანამშრომლობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით იმ დინამიკას, რომელიც ტურიზმის გზასთან ერთად შესაძლებელია ქვეყანაში ზრდიდეს იმიგრაციის დონეს. და სწორედ აქედან გამომდინარე, გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რის ფარგლებშიც მათ შორის გამკაცრდა არსებული სავიზო რეგულაცია და დაახლოებით 17 ქვეყნისთვის შემიძლია ზოგადად ჩამოთვალო, როგორც არის პაკისტანი, ბანგლადეში და ასე შემდეგ. ასეთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვა შემოვიდა, როდესაც მათ უკვე დამატებით ჭირდებათ ერთწლიანი ვალიდური ბინადრობის მქონე მოწმობები, განსაკუთრებით ყურის ქვეყნებიდან, იმისთვის, რომ მათ ქვეყანა უვიზოდ გადმოკვეთონ. სხვა შემთხვევაში, თუ ერთ წელზე ნაკლებია, მათ დაჭირდებათ ვიზა. სხვა კომპონენტებზე შემდეგ გადავიდეთ და ოპონენტები რომ გაქცევენ პასუხს შემდეგ. გადასვა და მოკლედ უპასუხებთ, სტატისტიკასთან დაკავშირებით გამორჩა უბრალოდ ორი წამი. ესე იგი, რაც შეეხება სტატისტიკას, ძველი აღწერა პრობლემური იყო, რაც უკვე თქვით, რაც შეეხება ახალ აღწერას, მოქმედი ხელმძღვანელობა საქსტატის პასუხისმგებლობას იღებს, რომ გამართულად ჩადარდა ეს აღწერა და რაც მნიშვნელოვანია უცხოელების კუთხით, არსებობს საზღვრისკვეთის მონაცემები, რომლის სიზუსტეში შორ შევიტანთ, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი აღრიცხვის ქვეშ არის ბუნებრივია შესაბამისი მონაცემები. ამ ნაწილში, რაც შეეხება უცხოელების აღრიცხვას, არის საზღვრისკვეთის მონაცემები და მკაცრ აღრიცხვას ექვემდებარება. მადლობა. ბატონო იაგო, თქვენ რა პრობლემას ხედავთ? ის საკითხები, რაც უკვე წამოწიეს ოპონენტებმა და თანამოაზრეებმა, აი თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაში აკრიტიკებთ ხელისუფლებას ამ მიმართულებით? მე გულწრფელობასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემები. ვფიქრობ, რომ მართებულია რასაც ვლაპარაკობთ იმასთან დაკავშირებით, ანდაზა ფიციმ წამს ბოლო მაკვირვებს. იმიტომ რომ თუ ყველას ასე უნდა რომ საქართველოში ქართველების რაოდენობა გაიზარდოს, რაღაცა ეკონომიკასაც იმიტომ ზრდით, რომ აი საბოლოო ჯამში შედეგი მივიღოთ. საქართველოში ქართველების გაზრდის, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის ძალიან მარტივი წესიც არსებობს, რომელსაც უბრალოდ ებრძვის ჩვენი ხელისუფლება დიდი ხანია. გეტყვით რამდენიმე შემთხვევას. თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ. ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ზოგი ევროპის ქვეყნების, ზოგი ამერიკის, ზოგი რუსეთის, ზოგი სხვა ვიღაცების. და თქვენ არ ვიცით თუ არა, მაგრამ რამდენად არის გამარტივებული მათთვის მოქალაქეობის მიღება. მე ბევრი ნაცნობი მეგობარი მყავს, რომელსაც შვილები ყავთ, რომლებიც უკვე სკოლას ამთავრებენ, რომლებიც ქართველები არიან, დედითაც ქართველები არიან, ხშირ შემთხვევაში მამითაც, ხშირად მხოლოდ მამით არიან ქართველები, მაგრამ ქართველები არიან, ქართული სახელი და გვარები აქვთ. და ფაქტობრივად მათთვის მოქალაქეობის გაცემა არის რაღაც ერთი ჯოჯოხეთის გავლის ტოლფასი. აი მაღაზე ქართველი, რომელიც მამა მოდის, ქართველად ლაპარაკობს, შვილი მოყავს,
ეუბნება რომ მიეცით ამას ან ორმაგი მოქალაქეობა, ან საქართველოს მოქალაქეობა ასე შემდეგ და ფაქტობრივად, ავიცი, სუსი სპეცსამსახურე ვინ არ უნდა გადაამოწმოს და უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ უარსღებულობს ეს ხალხი და უამრავი პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. თუ ქართველების რაოდენობის და არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მიცეთ მოქალაქეობა. ანუ ქართველია, იცი რომ ქართული წარმოშობა აქვს და შესაბამისად რა არ კონტრარგუმენტი შეიძლება არსებობდეს, რომ ასეთ ადამიანებს მოქალაქეობა არ მიცეთ. ეს ერთი. კი ბატონო. მეორე, ჩვენ ვიცით რომ ახლო აღმოსავლეთში ომია. და ამ ომთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან გასაგები დაინტერესება. ეს არის ფერეიდნელი ქართველები. ვინმე ამბობს, რომ ეს ხალხი ქართველები არ არის. საუკუნეები გავიდა და ქართული ადაწესები, ლაპარაკი შეინარჩუნეს ამ ხალხმა. ჩვენმა ხელისუფლებამ სამზიმრის წერილს კი მოაწერა ხელი. მაგრამ თავარი რაც უნდა გაეკეთებინა, მათ შორის იმ მიზნით, რაცაც ახლა აქ ჩვენ ლაპარაკობთ, რომ გაეკეთებინა საჯარო შემოშეთავაზება ამ ხალხისთვის. მობრძანდით საქართველოში. თქვენთვის ღიაა საქართველოს კარები. აი მუდმივ ბინადრობას გთავაზობთ. რამდენ ხანსაც გინდათ იყავით. და მოდი ერთად მერე გადავწყვიტოთ რა და როგორ და რანაირად. თუ ჩვენ გვინდა მართლა რომ ქართველების რაოდენობა, ეს არის პრიორიტეტი, რომ ქართველების რაოდენობა საქართველოში გაიზარდოს, მე ახლა თქვენ გითხარით ორი ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ქართველების რაოდენობა გაიზარდოს. არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ იმისთვის რომ ხალხს მოუნდეს ქვეყანაში დაბრუნება, აქ უნდა არსებობდეს პერსპექტივა. იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები მარტივად შეძლებენ სამსახურის პოვნას, მარტივად დაიწყებენ საქმიანობას. და საქართველოს მთავრობის მიერ აღებული წესი ყველაფრის რეგულირების და ყველაფრის შეზღუდვის შესახებ ადამიანებს არა დაბრუნებისკენ, არამედ გაქცევისკენ მოусმინოთ რა პასუხი აქვს ხელისუფლებას იმ ორ საკითხზე და შემდეგ უკვე განაგრძელოთ. მეც მინდა რომ იაგოს დავეთანხმო, თუ საქართველოს მთავრობა გაამარტივებს ეთნიკური ქართველების საქართველოში დაბრუნების და აქ საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესს, ეგ ძალიან დიდი საქმე იქნება და აი თუ რამეზე შეიძლება რომ შევთანხმდეთ მაგ კუთხით, ეგ ძალიან კარგი შედეგი იქნება დაუშვათ დღევანდელი დებატების. რას ფიქრობს მთავრობის მეთაური? რაც ხომ მოქალაქეობის მინიჭებას აქ უნდა გამიჯნოთ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. თუ მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში შულს არავითარი პრობლემა არ იქნება მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით. თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი, მათ შორის შვილი ექვემდებარება ჩვეულებრივად ნატურალიზაციის წესს, ხო, იმიტომ რომ მოქალაქეობის პრინციპიდან ამოდივართ, შეიძლება იყვნენ მშობლები ეთნიკურად ქართველები, მაგრამ თუ არ არიან მოქალაქეები, მათმა შვილმა უნდა მიიღოს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობა, ხო? ანუ ეს არის სტანდარტული წესი, რაც ყველა ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა აქ ერთ რამეში დავეთანხმები ბატონ იაგოს, რომ გამარტივება ამ კუთხითაც არის შესაძლებელი პროცედურების, ამაზე ქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან ერთად და გეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ პროცედურები ეთნიკური არიან მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, არიან მათი შვილები, თავადაც უნდათ მოქალაქეობის მიღება და ვფიქრობთ, რომ მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და მათთვისაც შეიძლება რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია აქ გადაწყვეტილებამდე მისვლა. თუმცა ერთია მოქალაქეობის მინიჭება, მეორეა მოსახლეობის ზრდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თუ არ ჩამოვიდა ფიზიკურად საქართველოში, მოსახლეობის ზრდაში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაგეთვლება. ნუ რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც თავის დროზე იქნენ გადასახლებული ან სხვა კუთხით მოხვდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საუკუნეების წინ მათ შორის, აქ შეიძლება კონსულტაციების გავლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიდგომით უნდა წავიდეთ. ხო, ისინი როგორც წესი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, არის მათ შორის მეზობელ თურქეთში მილიონობით ქართველი, ეთნიკურად ქართველი, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან. თავის დროზე საქართველოსდან გასული ადამიანები, ნუ ეს უფრო ფართო მშელობის საგანია, მე ასე ვიტყოდი, თუმცა ამ საკითხზე შეიძლება მშელობის უფრო ფართოდ გაშლა. მადლობა. კი ბატონო, და შემდეგ უკვე ბატონ ლევანი დიდი ხანია გველოდება ძალიან. ნუ ჩემი აზრით ეს არის მართლა პოლიტიკური საკითხი. და საქართველოს ანაღულებს ბატონ პრემიერ-მინისტრს, სხვა მინისტრებს ჩვენს ეს საკითხი. ჩვენ უნდა გქონდეს ფართო კამპანია გავრცელებული ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა ვამბობდეთ, რომ ხალხო მოდით, მოგმართეთ, საქართველოს ქართველებო, თქვენი შვილებისთვის, თქვენი მეუღლეებისთვის მობრძანდით, მიიღეთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩამოდით საქართველოში. როგორ ჩამოვა, როცა მოქალაქეობას არ აძლევ. როდესაც არანაირ კეთილ მასპინძლობას არ გრძნობს თავისი მშობლიური ქვეყნისგან ეს ხალხი.
და რომელიც ფაქტობრივად აი ხელს ვკრავთ და მე არ მოდიანო და ხელს უკრავ არ მოვა. და აი მე ფერეიდანის ამბავიც რაც გითხარით, ახლა კარგი დროა ამისთვის. ამისთვის ახლა არავინ არ დაგზრახავს. ამისთვის არავინ პოლიტიკურ სკანდალს არ გამო. ამ ხალხს ახლა უჭირს. თავშესაფარი ჭირდება, მსხვერპლია იმ რაიონებში. თუ თვალსადევნებთ ამ მიმდინარე პროცესებს, რაც იქ ხდება. და ჩემი აზრით ეს კონსულტაცია, ბევრი შეხვედრები, ბევრი რაღაცეები კი არ არის მთავარი. მთავარი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, სადაც ჩვენი მთავრობა ღიად და გასაგებად ამბობს, რომ ქართველებო, ვინც ხართ სამყაროს სხვადასხვა კუთხეში, დაბრუნდით საქართველოში. ყველას გაძლევთ მოქალაქეობას და ყველას გაძლევთ მუშაობის საშუალებას. პასუხი ამ საკითხზე, პრინციპში წინააღმდეგობა არ არის. რაც ხდება ქართველების დაბრუნება საქართველოში, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც მინდა რომ გავიხსენო, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 40,000 ქართველი. 40,000 ქართველი და მათ არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათ, ანუ თუ ადამიანს უნდა ფიზიკურად საქართველოში დაბრუნება, ამისათვის ყველანაირი პირობა არსებობს. კიდევ ერთხელ 2022 წლიდან საქართველოში დაბრუნდა 40,000 ქართველი, ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. 40,000 ქართველი დღემდე ცხოვრობს საქართველოში, რომელიც 2022 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მადლობა. ბატონ ლევანს მინდა სიტყვა გადავცე. რაში ეთანხმებით, რაში არ ეთანხმებით ხელისუფლების მიგრაციის პოლიტიკას და თქვენი აზრით ყველაზე პრობლემატური რა არის ამ სფეროში? მივესალმები ტელეკომპანია იმედის მაყურებლებს. 10 წელია მე ამ ეთერში არ გამოვჩენილ ვარ. 10 წლის განმავლობაში ეტყობა არ იყოს სივრცე განსხვავებული აზრის მოსასმენად აქ და შუხს აღვივებდა ეს ტელევიზია თავისი სხვადასხვა მეთოდებით და არ ეცალა ხოლმე იმისთვის, რომ ჩემი სოფხედელობის მქონე ადამიანებისთვის მოესმინა და მე არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ღია ფანჯარა, რომ შეიძლება ჩვენი სიტყვა თქვენს ტელემაყურებელს მივაწვდინოს. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, აი ბენჟამინ დიზრაელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აქვს ნათქვამი, რომ არსებობს სიცრუე, მტკნარი სიცრუე და არ დაგავიწყდეთ სტატისტიკის არსებობის შესახებაც. სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან მოაბამ ყურს, რომელი მეთოდოლოგიითაც გინდა მოიყვან მას, მით უმეტეს ხელისუფლება და ძალაუფლება თუ გაქვს, როგორც გინდა ისე გადაასხვაფერებ ამ სტატისტიკას, ხან იტყვი, რომ მაშინ ცუდად ჩატარდა, მერე კარგად ჩატარდა და ასე შემდეგ, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ. მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და რაც არ უნდა ღაზას სექტორის და გერმანიის მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი დემოგრაფიული თუ სხვა მდგომარეობა განპირობებულია იმ ეკონომიკური ვითარებით და იმ სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. როგორია ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა? გვაქვს საფინანსო სექტორი, სადაც ბანკები გადიან კოლოსალურ მოგებებზე და ადამიანები ვალებში ხრჩობიან და თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ვალზე ხარჯავენ. გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, რომელიც არის იმპორტზე ორიენტირებული ნაგვის შემოტანაზე ამ ქვეყანაში, ხო? გვაქვს ეკონომიკის სექტორები, რომელიც აი კვიჟინაძია, ხო, ის დეპუტატი გადმოვლიან და გაათეთრებენ, ხო? თავანკარა ქართულით რო საუბრობს ეს კაცი, რომ სარეცხის მანქანად უნდა იქცეს საქართველოს ბინძური და სისხლიანი ფულის გასათეთრებად, ხო? და ჩვენი ეკონომიკა არის ასევე მონოპოლიებზე დაფუძნებული, სადაც იცით ყველამ ჯანდაცვის კორპორაციები, რომლებიც ფლობენ წამალს, წამლის წარმოებასაც, წამლის შემოტანასაც, აფთიაქსაც, საავადმყოფოსაც, სადაზღვეოსაც, ხო? და ასევე ეს მშენებლობის სექტორიც გვაქვს, გამოაღეთ, გადავწიეთ ფარდა თუ თბილისში ან ბათუმში ცხოვრობთ, გაიხედეთ ფანჯარაში და დაინახავთ იმ სიმახინჯეს, რაზეცაა დაფუძნებული ეს სექტორები, ხო? და ასეთი ეკონომიკა ემსახურება იმას, რომ მოგება ის ზრდა, რომელზეც საუბრობენ აქ ბატონები, მიდის ხოლმე ყველაზე მდიდარი 10%-ის სასარგებლოდ და დანარჩენი მოსახლეობა აგრძელებს იმ უბსკრულში ყოფნას და იმ საშინელ ეკონომიკურ პირობებში ყოფნას, რომელსაც ჩვენ ყველანი, ვინც აი ელიტას არ მივეკუთვნებით, საკუთარ კანზე ვგრძნობთ ხოლმე. და ეხლა სოციალურ პირობებზეც ვთქვათ, როგორ შეიქმნება ამ ქვეყანაში ოჯახები, როდესაც ქვეყანას არ აქვს საბინაო პოლიტიკა და არაფერს არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ბინა ხელმისაწვდომი იყოს ადამიანისთვის. $100,000 სახლი რო შეიძინოს ადამიანმა 10 წლის განმავლობაში ყოველთვიურად $850 უნდა იხადოს იპოთეკურ სესხად. ვინ იყიდის სახლს, ვის ექნება თავისი, ესე იგი, თავშესაფარი ამ ქვეყანაში, როცა
ხელისუფლება მხოლოდ პოლიციელებს და დევნილებს 1000-ში ერთხელ გადაუგდებს ხოლმე ერთ-ორ ბინას, ხო? ან შეხედეთ საბავშვო ბაღები როგორ არის ამ ქვეყანაში, ან შეხედეთ სასკოლო სისტემას, ხო? არც ერთ თავრობის თითქმის არც ერთი წარმომადგენლის შვილი არ დადის საჯარო სკოლაში. იმიტომ რომ იმ სკოლებში ეშინიათ საკუთარი შვილების მიყვანა, მაგრამ ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა ახლობლებმა იქ უნდა იარონ. შეხედეთ პრობლემატური საკითხი ჩამოთვალეს ზოგად პასუხსელით თუ რამე კონკრეტულს. აი ერთსაც ვიტყვი და პასუხი მაცია დამოკიდებული, ხო? ან უმუშევრობის მაჩვენებელი რო ავიღოთ ამ ქვეყანაში, არსებობს უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებს ზურგი გაუმაგრონ, როდესაც დარჩებიან ისინი ხელფასის გარეშე. არ აქვს ამ ქვეყანას ეკონომიკა არის დაყვანილი ტურიზმის პრივატიზაციის და ამ სარეცხი მანქანის დონეზე და სოციალური პოლიტიკა არის რაღაც შემწეობა და მათხოვრობად გადაქცეული. რომელ დემოგრაფიულ საკითხზე და რომელ ოჯახებზე არის საუბარი. ტელეიმედთან დაკავშირებით პრეტენზიებზე დამატებით კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე ახსენით რა იყო წინაპირობები იმის გამო, რომ ეს სხვა გადაცემაში ახლა არა, ამიტომ აღარ შემოვდივარ პოლემიკაში. ჩვენმა მაყურებელმა იცის რა იყო მიზეზები იმის, რომ მუშაობდით ისე როგორც მუშაობდით. გისმენთ ბატონო. კი, ნუ რაც შეეხება სტატისტიკას შეიძლება არ ვიცი თავისი პრობლემები მქონდეს სტატისტიკას, მაგრამ სტატისტიკის გარეშე საუბარიც შეუძლებელია დებატებში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სტატისტიკა არის ის, რაც გარკვეულ ფაქტებს ადასტურებს, ხო? მაგალითად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საქართველოში არის 257.000 უცხოელი თუ მილიონი უცხოელი თუ 100.000 უცხოელი, ხო? ანუ რაღაც ზონეზე ჩვენ სტატისტიკას თუ არ დავეყნობით, დებატებსაც აზრი არ ექნება, ხო? ჩვენ რაღაც ფაქტებს უნდა დავეფუძნოთ და სტატისტიკის გარეშე ამ ფაქტებზე ბუნებრივია ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ეკონომიკას, ხო? ანუ პრინციპში მაგაზე საუბრით დავიწყე, რომ ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის არასახარბიელო. ანუ დაახლოებით თითქმის 2.5-ჯერ გვისრებს გერმანია, 2-ჯერ გვისრებს საფრანგეთი, 40%-ით საბერძნეთი. რა თქმა უნდა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ასეთ პირობებში ბუნებრივია მიგრაციის ტენდენციაც არის უარყოფითი, ხო? ანუ მოქალაქეები გადიან ისეთ ქვეყნებში, სადაც არის უფრო მეტი ეკონომიკა. ანალოგიურად ევროკავშირის ქვეყნებია, საიდანაც ძალიან ბევრი გადის მაგალითად საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ შევადაროთ ერთმანეთს მაგალითად ბულგარეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, სხვაობა ეკონომიკების შორის არის იქ დაახლოებით 3, ხო? ანუ იქაც არის ასეთი სხვაობები. ამიტომ ეკონომიკის მდგომარეობით ჩვენ კმაყოფილი რა თქმა უნდა არ ვართ. ჩვენი ეკონომიკა ნომინალური არის $10,000, ეხლა მიაღწია 2020 წელს იყო $4,300, ეხლა გადასცა $10,000 და რაც შეეხება მსხვერპლობითი უნარის გათვალისწინებით არის $33,000 ჩვენი მაჩვენებელი, რითაც ჩამორჩებით კიდევ ერთხელ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ამიტომ რა თქმა უნდა სამართლიანად ნაწილდებაო ეს. უბრალოდ თავარი ნახეთ რა არის. ტენდენცია გვაქვს კარგი თუ არ გვაქვს კარგი. ხო, ანუ ჩვენ რაღაც საზომი უნდა ავიღოთ, საწყისი წერტილი და იმის მერე ჩვენ პროგრესი, წინსვლა დავაფიქსიროთ თუ ვერა, ეს უნდა აღვნიშნოთ, ხო? განსხვავებით იგივე დემოგრაფიული მაჩვენებლებისგან, იქაც რეალურად იქ საუბრობთ სტატისტიკაზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ასე ვთქვათ მეტყველებს, იმიტომ რომ არის კლება, არის უარყოფითი ტენდენციები. რაც შეეხება ეკონომიკას, განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს, მაგალითად საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო $712 712 და 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით არის $2,272. ანუ ესეც ცოტა ბუნებრივია $2,272 საშუალო ხელფასიც არის რა თქმა უნდა ცოტა. მაგრამ არის მკვეთრი სხვაობა 2012 წელთან შედარებით. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, უმუშევრობის დონე იყო 2020 წელს 2012-ში იყო 26.7%, 2020 წელს ჩამოვიდა უკვე 18.9%-მდე და 2025 წლის მაჩვენებელი არის 13.9%. ესე ცუდი, ანუ კარგი კი არ არის 14%-ია თითქმის უმუშევარი, მაგრამ აქაც არის კლების ძალიან მკვეთრი ტენდენცია, მათ შორის დაქირავებით დასაქმებულებში არის კლების მკვეთრი ტენდენცია. მაგალითად დასაქმებული იყო 1242 კაცი, 1,242,000 უკაცრავად 2020 წელს და ახლა არის 1,390,000 ადამიანი, ხო? ანუ აქ კიდევ ერთხელ კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ჯერ კიდევ არის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები, მაგრამ ტენდენცია არის მკვეთრად დადებითი. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მაჩვენებელი, ანუ ეს ეკონომიკური ზრდა აისახება თუ არა ადამიანების ჯიბეებზე და ჯიბეში გულისხმობ პირველ რიგში შემოსავალი, ხო, ადამიანების შემოსავალი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ახლა გეტყვით, რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში საშემოსავლო გადასახადის სახით 1.8 მილიარდი იყო 2012 წელს. ანუ აქედან შეგვიძლია გადავიანგარიშოთ შემოსავლები.
3.3 მილიარდი გახდა 2020 წელს და 8.3 მილიარდი გახდა 2025 წელს. ანუ 2020 წელთან შედარებითაც კი 2.5-ჯერ არის გაზრდილი ადამიანების შემოსავლები. და ფიზიკურ პირებზე ყველა სახის ფულადი განაცემი, ანუ ამით შეგვიძლია ჯამურად ავიანგარიშოთ შემოსავლები რამდენია, არის 58.6 მილიარდი, 2020 წელს იყო დაახლოებით ესეც 2.5-ჯერ ნაკლები, დაახლოებით 22 მილიარდი იყო ეს მაჩვენებელი. ანუ აქაც ნახეთ, ესეც არ არის კარგი, ესეც არ არის დამაკმაყოფილებელი. კიდევ ერთხელ 2272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი. მაგრამ როცა იწყებს 712.5 ლარიდან და გაქვს მე 2020-ის შემდეგ კეთრი გაუმჯობესება, ეს არის თავარი, რითაც შეიძლება შეფასდეს ხელისუფლების საქმიანობა არის თუ არა წარმატებული. ასევე დეპოზიტები ბანკებში, ხო? იყო 34.6 მილიარდი ლარი, არის გაზრდილი 65.6 მილიარდ ლარამდე და შემდეგ იპასუხებთ ქალბატონ მარიამი. კვეთრად არ გაუმჯობესდება თუ ქვეყანაში იქნება ის პოლიტიკა, რასაც დღეს ქართული ოცნება ატარებს, ხო? ჩვენ საუბრობთ არა რაღაც რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, არამედ მაგალითად ჩემი ინტერესის საგანია თვისობრივად რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ყავს თუ არ ვცდები 6 მოადგილე. ჩერჩილს 1 მოადგილე ყავდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 6 მოადგილე ყავს, ზოგი ტურიზმზეა პასუხისმგებელი, ზოგი ვაჭრობაზეა პასუხისმგებელი. 1 მოადგილე არ აყავს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში მრეწველობის განვითარებაზე, ან მანქანათმშენებლობის, ან ქიმიური მრეწველობის, ან სხვა ტიპის მრეწველობაზე. ხო, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ეს დარგები, ამ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ სპეკულაციური დარგების განვითარება ამ ქვეყანაში. არის ის და მეორე რაც მინდა ვთქვა, აქ იმაში კი არა საქმე, სააკაშვილის დროსაც იზრდებოდა რაღაც 14%-ით თუ რაღაცით საქართველოს ეკონომიკა. აქ ამ თავარი როგორ ნაწილდება ეს, ხო? და ნაწილდება სრულიად უთანასწოროდ ჯინის ინდექსებით და ყველა ცნობილი ინდექსით, რომელიც თანასწორობას ზომავს, ჩვენ რეგიონში ვართ უკანასკნელ ადგილზე და ვართ აი ამ უსამართლო ქვეყანაში, უსამართლო ეკონომიკით, რომელიც არაფერს არ მოიტანს, თუ ესე გაგრძელდა და თუ მარტო ტურიზმზე და ხაჭაპური რამდენი იყიდა შემოსულა ტურისტმა, იმაზე ვილაპარაკეთ და ამ ფორმებით. ქალბატონ მარიამი დღეს მეც ერთი მოადგილე მყავს შერჩელივით, ან ნორმალური მოვლენა, როცა პრემიერს ერთი მოადგილე ყავს და ეკონომიკის მინისტრს 6. მაგაშია საქმე. არა, მართლა ეგრეა, ანუ პრემიერს არ შეიძლება მე მოადგილეებზე კი არა საქმე, მე დავსვი შეკითხვა, რომ ინდუსტრიაზე ვიზრუნავს, ტექნოლოგიებზე ვიზრუნავს და ეს არის თუ არა პრიორიტეტი. ნუ ღელავთ, ნუ შევთავთ, გაგცემთ ყველაფერს პასუხს, ესე იგი პირველ რიგში გაგცემთ აუცილებლად, აგერ ვარ იმისთვის, რომ გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხი. ესე იგი პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეკონომიკის სამინისტრო თავისი სტრუქტურული წყობით ყველაზე დიდი სამინისტროა ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად რამდენი გაგცემთ პასუხს თუ მე თქვენ გისმენთ და თქვენ აი მაგალითად თქვენ ოდესმე ჩასულ ხართ ჭიათურაში და დალაპარაკობი ხართ იქ მაღაროელებს. ხათა შორის დღეს ვერ გავიმუშავებ ჭიათურის განვითარების გეგმაზე. 3000 მაღაროელი მუშაობდა იქ საწარმოში. 2000 დარჩა და ეს 2000 უმუშევარი ადამიანი დღემდე ელის თქვენთან საუბარს თუნდაც ასეთ ფორმატში. მაგრამ იქამდე ვერ მოიცალეთ, მოპოვებითი მრეწველობამდე ვერ მოიცალეთ, იმიტომ რომ ბანდიტებს და განგსტერებს ჩააბარეთ იქაურ. მოусმინოთ. დასრულეთ იმედია და მე მომეცემა შესაძლებლობა რომ გაგცეთ პასუხი. ეს იგი პირველ რიგში ჩვენი სამინისტროს პორტფელი რამდენადაც არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ნამდვილად დაგიდასტურებთ იმას, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენ ქვეყანაში ყველა მიმართულების განვითარებას, მათ შორის მრეწველობის განვითარებასაც. და მე შემიძლია რომ ძალიან კონკრეტულად მოგიყვანოთ მაგალითები, რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში განვითარდეს წარმოება, რამდენი რესურსი გვაქვს და რამხელა მოცულობა თანხები გვაქვს ამისკენ მიმართული და ძალიან კარგი მაგალითი და ყველასთვის ცნობილი, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია და უწყება, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის დროს შეიქმნა, ეს არის აწარმოე საქართველო. აი მე მოგიყვანთ კონკრეტულ მონაცემებს, რომ 2013 წლიდან დღემდე 6 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარება გაეწია ქართულ მეწარმეებს. 15000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ამ შეღავათიანი პირობებით, ანუ წვდომაა ფულზე, იმისთვის რომ მათ დაეწყოთ ჩვენ ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით, რის შესაბამისადაც 90000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეხლა რაც შეეხება წარმოებას.
და წარმოება რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამაზე თქვენ გარეშეც ბევრს საუბრობთ და ჩვენმე ვსაუბრობთ იმაზე, რომ წარმოების ხელშეწყობა პირდაპირ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ინტერესს, რაც გულისხმობს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. ხა ჩვენ რა გვაქვს გაკეთებული, მათ შორის ჩემი მოადგილეების კურირებითა და ძალიან პროფესიონალი ადამიანებით, რომლებიც ჩვენ სამინისტროში და მასთან შემავალ უწყებებში მუშაობენ. 2000-ზე მეტი პროექტი არის დაფინანსებული მხოლოდ აწარმოების საქართველოსთან 300 მილიონი ლარის მოცულობის თანხა არის მობილიზებული და დაიხარჯა იმაში, რომ გაიაფდეს ცესხის პროცენტი, საგრანტო კომპონენტებში ქონოდათ შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებს ესარგებლად და აქედან გამომდინარე დღეს უკვე ხელშესახების შედეგები არის, რომ კიდევ ერთხელ 2000-ზე მეტი ქარხანა სამეწარმეო მრეწველობითი საქმიანობა 2000-ზე მეტი საწარმო რომელიც მრავალ პროფილური არის. დავსვი შეკითხვა იცით რაზე? დავსვი ისეთ ინდუსტრიებზე, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის შექმნა. დავსვი შეკითხვები იმ ინდუსტრიებზე, რომლებიც არიან მეცნიერებადებად ტექნოლოგიებზე დაფუძნებული. დავსვი შეკითხვა იმ ტექნოლოგიებზე და იმ დარგებზე, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ შემორჩენილია ამ ქვეყანაში, თქვათ, აზოტის ქიმიური მრეწველობის ქარხანა, სადაც რამდენიმე თვის წინ ადამიანები 200 ლარს ითხოვდნენ, რომ ხელფასზე დამატებოდათ იმდენად მძიმე მდგომარეობა და იმდენად რთული სიტუაცია იქ შექმნილი. დავსვი შეკითხვა მოპოვებით მრეწველობაზე და ჭიათურაზე, რომელიც სულ ზღაფავს და არავინ კაციშვილი პატრონი არ არის იქ, ვიღაც სოცკიზე არის მიგდებული მთელი ქალაქი შესული და თქვენ საუბრობთ აწარმოეს საქართველოს მიერ დაფინანსებულ რომელსაც უდიდესი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი. ყლაპის წარმოებაზე და ასე შემდეგ. აქ არის საუბარი სერიოზულ დარგებზე და სერიოზულ ეკონომიკურ თქვენგან განსხვავებით ყველა იმ საქმიანობას თქვენ აკნინებთ მე არ დავაკნინებ. შედარებით დასაკნინებელია ყვების მრეწველობის რაღაცა მეორეული და მესამეული და ნახეთ თქვენ ხართ ადამიანი რომელიც წლების წინ ჩვენ საზოგადოებას ახსოვს, აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას და მე იგივე ადამიანი დღეს ჩვენ გვაკრიტიკებს იმაში, რომ რატომ არ არის ქვეყანაში ჰესის შესახებ იცით, ქალბატონო. მე ძალიან კარგად ვიცი იმ ჰესის შესახებ და მე ვიქნებ ის ადამიანი, რომელიც ამ ჰესის შესახებ ნამახვან ჰესზე გააფორმეს ხელშეკრულება, არავის არაფერი არ უთხრეს. მე მოსახლეობამ რომ პროტესტი გამოთქვა, ორჯერ იქ სპეცრაზმი მიაგზავნეს, ცემეს ხალხი და მე გამოცხადდა თქვენი ყოფილი კოლეგა ნამდვილი deep state-ი ვინც არის, ქალბატონი თურნავა ხალხს და პროექტი ყველაფერი რო ქონდა დაგეგმილი, მე დაუწყო ადამიანებს ლაპარაკი ამ პროექტის ავზე და კარგზე. ასე რომ როგორც წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფია ენერგორესურსების საკითხები და რო აუხსნით, მე ეგებ ადამიანები თანახმარიან იმ პროექტების მოგვიწევს მიკროფონის გათიშვა. ძალიან შეიძლება კონტრკითხვას დავსვავ, რადგან ამ თემას შევდით. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ქვეყანაში მრეწველობის განვითარება, ისე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, იაფი ენერგორესურსების გარეშე? იაფი ენერგორესურსების მოპოვება ამ ქვეყანაში შესაძლებელია, უბრალოდ უნდა არსებობდეს მეცნიერებაზე დაფუძნებული გეგმა, სტრატეგიული გეგმა, საიდან, როგორ, რანაირად მოვიპოვებთ ამ ენერგიას და რაც მთავარია, დემოკრატიულად ეს უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან და ნათია თურნავა და თქვენ არ უნდა წყვეტდეთ მარტო ამას, რომელ დინარეს საიდან მოიპოვებთ საკითხებზე, რაზეც ცოტა ხნის დემოკრატიის და მეცნიერების გათვალისწინებით გეგმების შემუშავებით, აქ ამ ქვეყანას ენერგიის პოტენციალიც და ასე შემდეგ. მადლობა, თოთ მოусმინოთ. სწორედ აქედან გამომდინარე, მათ შორის თქვენ მიერ ხსენებული აზოტის ქარხანა. ეს არის ქარხანა, რომელიც დღევანდელი დღის მონაცემებით 2000-მდე ადამიანს ასაქმებს, საშუალო ხელფასი მე რამდენადაც მახსოვს არის დაახლოებით 1800 2000 ლარამდე ხელზე ასაღები და სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე სწორედ მოხარჩაიკითხებით ძალიან სრულებ ასე არ გამოგვივა ჩვენ საუბარი, იმიტომ რომ მე თქვენ გისმენთ, როდესაც თქვენ საუბრობთ, გასრულებინებთ და შემდგომ ვცდილობ რომ პასუხი გაგცეთ და თქვენ ასე არ იქცევით და მადლობელი ვიქნებით თუ დამასრულებინებთ. რაც შეეხება აზოტს, ისევე როგორც სხვა საწარმოებს, მინდა მოგახსენოთ, რომ სწორედ იმ მნიშვნელოვანი კომპონენტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს ცდომა იაფიან ენერგორესურსებზე, საქართველოს მთავრობა პირდაპირ და არაპირდაპირი ინსტრუმენტებით პირდაპირ ეხმარება ასეთ საწარმოებს, იმისთვის რომ მათი ბიზნესის, ასე ვთქვათ, სტრუქტურა იყოს მდგრადი და მათ შეძლონ, რომ ოპერირება განახორციელონ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა მეორე, რაც შეეხება, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მრეწველობაზე, კიდევ ერთხელ ვიძახი, მრეწველობას დღეს ჩვენ ქვეყანაში აქვს
მუშაობს 14%. და მე შემიძლია რომ კონკრეტულად აკერა დღეს ციფრებით გითხრათ, თუ როგორ განვითარდა ჩვენ ქვეყანაში მრეწველობა. ბრუნვა აღნიშნულ სექტორში 2012 წელს ძალიან ბევრ საწარმოს ჩამოგიწვით, ოღონდ დამასრულებინაც ისეც რომელიც ცulis არა, გავთიშავთ მას უკვე ძალიან გთხოვთ რომ მოусმინეთ პასუხს. 2012 წელს მრეწველობის სექტორის ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 8 მილიარდ ლარს. 2024 წელს აღნიშნული სექტორის ბრუნვამ გადააჭარბა 25 მილიარდ ლარს. ანუ 3.5-ჯერ გაიზარდა ამ სექტორში ბრუნვა. ამავდროულად 20 რა მოხდება? თქვენ თვითონ მოედასახელეთ აზოტი, ფეროები, ძალიან ბევრი საწარმო. ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, ყოველდღიურად. ის შექმნა საბჭოთა კავშირმა. არა, ასე ვერ გავაგრძელეთ. ფეროების ფუნქციონირებაში თქვენ რო ნახოთ ყოველდღიურად სახელმწიფო რამხელა მხარდაჭერას უცხადებს, მათ შორის იაფიანი ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თქვენ ამ კითხვას ობიექტურად აღარ დასვავდით. მე ვცდილობ, რომ თქვენ პასუხი გაგცეთ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს არსებული ბიზნესების ოპერირებას, ერთი, მეორე, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ განავითაროს მეწარმეობა და სამრეწველო საქმიანობა და მესამე. მე ვცდილობ, რომ თქვენ აგიხსნათ, მე ვცდილობ ასევე აგიხსნათ და განმარტო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად არის მიმართული მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებაზე. სტარია თქვენი პასუხი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის დამოკიდებული კონკრეტულ სექტორზე, თქვენ ახსენეთ ტურიზმი და განგიმარტავთ, რომ 9.5%-იც კი არ არის ტურიზმის ინდუსტრიის წვლილი მშპ-ში, თუ შეხედავთ, რამდენად მზარდია IT სექტორი, რომელიც გამორჩეულია მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილების საშუალო ხელფასი 4000 ლარს აჭარბებს თითქმის უკვე. რამდენად მზარდია ვაჭრობა, რაც პირდაპირ პროპორციულად ბმაშია წარმოების ზრდასთან. რამდენად მზარდია ტრანსპორტი და ლოგისტიკა და თქვენ მესაუბრებით კონკრეტულ ერთ ვიწრო მიმართულებაზე, რომელიც ჩვენი ზრუნვის ობიექტურად დიდი ნაწილია და ძალიან პარალელურად დივერსიფიცირებული დავასრულოთ და სანამ Eagle Hills-ის პროექტზე გადავალთ, მანამდე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს გადაწყვეტილება ტაქსისტებთან, გიდებთან, კურიერებთან მიმართებაში, აი ეს მნიშვნელოვანი საკითხებია და მოდით ამას შევახოთ. მე მინდა რომ ერთ კონკრეტულ რაღაც თემას რეპლიკა და მაშინ ბატონ პრემიერს მოусმინოთ. ხო, ერთ რაღაცას მინდა შევეხო. პრემიერმა ახსენა თავის გამოსვლაში, რომ დემოგრაფიული ან შობადობის თემა არის პრობლემა და სწორედ აღნიშნა, რომ მათ შორის მაგისი გამოწვევი არის იდეოლოგიური საკითხი. მან ეგრო გამოიკვეთა და ხელისუფლება აღიარა კარგია, ოღონდ მე მაქვს კითხვა. მაშინ რატო არ ხართ თანმიმდევრული? საკმაოდ დიდი ხანია უკვე თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ. რატო არის მაგალითად საქართველოს ისევ სტამბულის კონვენციის წევრი, რომელშიც პირდაპირ არის გაწერილი, რომ ტრადიციული როლები ქალის და კაცის ეგ არის პრობლემა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეგ ჩანაცვლდეს და ბატონი კობახიძე როგორც კარგი იურისტი ნამდვილად ერკვევა იმაში, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს უპირატესი ძალა აქვს შიდა კანონმდებლობებზე თუ რატიფიცირებულია და მაშინ რატო არ გამოვედით იმ ხელშეკრულებიდან, სადაც ტრადიციული როლი, რომლითაც ხდება დემოგრაფიის მატება, სადაც ქალი, დედაა, ხოლო კაცი დამცველი და შემომტანი, რაც უნდა იყოს და რაზეც უნდა იყოს აქცენტი კანონმდებლობის. ეგეთ ხელშეკრულებებში რატო მონაწილეობთ? რატო გვაქვს უკიდურესად რადიკალური ფემინიზმით ინსპირირებული პოლიტიკა, მათ შორის ოჯახის შიდა საქმეებში აგრესიულ ჩარევაში, როცა ოჯახური კონფლიქტია, ფაქტიურად იქ რა თქმა უნდა ძალადობა სადაც ხდება, იქ უნდა პოლიცია მიმოქმედოს, მაგრამ სიტყვიერი შელაპარაკების დროსაც რო ხდება უკვე პოლიციის ჩარევა და რა თქმა უნდა ეგეთი ოჯახები ინგრევა მერე როცა ცოლსა და ქმარს შორის პოლიცია რო ჩადგა. აი ამ იდეოლოგიური პოლიტიკის ავტორები და თანამონაწილეები, მათ შორის არის ქართული ოცნება და მაშინ რატო არ ვცვლით ამ ყველაფერს? მადლობა, გისმენთ. კი, პირველ რიგში ამ საკითხს შევეხებით და თქვენ ებართით მრეწველობასაც ძალიან მოკლედ შევეხებით და მერე დაუბრუნდებით ძალიან მოკლედ. კითხვას მოკლედ ვესწრები. ნუ თქვენ იცით რამხელა ზეწოლის გადატანა დაგჭირდა ჩვენ გასული წლების განმავლობაში. ვიღაცები ქილიკობენ, რომ საიდანაც ჩვენ არ გთხოვენ კაცების გათხოვებას და ეს შემდეგ. თუმცა ნუ ეს რა თქმა უნდა უტრირებული ნათქვამია და ამ სპეკულაციებში არ შეხვები შესაბამის ადამიანებს. რეალურად იყო უზარმაზარი ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანგიერი იდეოლოგია.
თქვენ იცით, რომ დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასოციალურთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, ხო? არის ძალიან სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და ამ შემდეგ. იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ ვერ გარისკავდა ხელისუფლება. შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინ უნდა მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ იგივე სტამბოლის კონვენციასთან მიმართებით, შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც არის დაფუძნებული სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. გვერდებით რომ თქვენ ამას დეკლარირებთ, მაგრამ საქმეს რო ხედავდეთ, საქმესაც გაჩვენებთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ, კონკრეტული კანონები გავაუქმეთ, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ მოგებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფით შედეგები, რაც აისახება ქორწინების სტატისტიკაზე, შობადობის სტატისტიკაზე და ამ შემდეგ. ამიტომ მუშაობა არის აუცილებლად გასაგრძელებელი და შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ კი არ დავიწყებთ, გავაგრძელებთ მუშაობას, რაც აქტიურად დავიწყეთ. დაახლოებით 2 წელიწადია, იმას აქტიურად გავაგრძელებთ. მრეწველობას რა თქვა ძალიან მოკლედ, ხო? ანუ პრობლემა რა არის მრეწველობის კუთხით? ძალიან დიდი მხარდაჭერაა საჭირო მთავრობისგან იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას. და აქ ჩამოთვლილიც იყო კონკრეტული საწარმოები, ეს არის რუსთავის აზოტი, მეტალურგიული ქარხანა, ეს არის სფერო, ეს არის შაქრის წარმოება, მინის წარმოება და ამ შემდეგ, ხო? ეს არის ძირითადად ტრადიციული საწარმოები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან მოქმედებს, თუმცა მოხდა თვისებრივი გადაიარაღება ამ საწარმოების, თუ არ ვცდები მარტო აზოტში 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის ჩადებული. და მე მინდა გითხრათ, რომ როცა საქმე ეხება მრეწველობას, პრაქტიკულად ყველა საწარმო, თუ ყველა არა, მე მგონი თუ არ ვცდები ყველა არის ირიბი სუბსიდიის ქვეშ. ანუ არ არსებობს საწარმო მრეწველობის ნაწილში, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას. მაგალითად, კონკრეტული საწარმო არის შეიძლება თუ არა მის ასახელება, დაახლოებით 40 მილიონი ლარის შეღავაც იღებს, რომ არა ეს 8 მილიონის არალზე გავიდოდა. მსხვილ საწარმოზეა საუბარი, ხო? და რა მოგცა ამან, რაც ქალბატონმა მარიამა უკვე აღნიშნა, ჩვენ მოახერხეთ ის, რომ თლიან შიდა პროდუქტთან ეკონომიკასთან მიმართებით მრეწველობის დონე დაბლა არ დავწიეთ. ანუ მოახერხეთ გაყოლოდა ეს ყველაფერი ეკონომიკის ზრდას, შესაბამისად მრეწველობა რაც აღინიშნა 8 მილიარდამდე იყო და 25 მილიარდს გადასცა, მრეწველობის ბრუნვა 20,000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა მარტო მრეწველობის სფეროში. საქართველოში ინვესტიციები 2012 წელს მაგალითად განხორციელდა 656 მილიონი ლარის ინვესტიცია ფიქსირებულ აქტივებში, კონკრეტულად მრეწველობაში. ანუ ეს იგულისხმება გრძელვადიანი ინვესტიციები მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებში. 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1.9 მილიარდი, ანუ რამდენჯერმე არის გაზრდილი მრეწველობაში ინვესტიციები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს ხარდაჭერის გარეშე. აზოტი იქნებოდა გაკოტრებული. რომ არა სახელმწიფოს ხარდაჭერა, დღეს აზოტი იქნებოდა გაჩერებული, ჭიათურა იქნებოდა გაჩერებული, ტყიბული იქნებოდა გაჩერებული, აგარი შაქარი იქნებოდა გაჩერებული, მინის წარმოება იქნებოდა, ყველაფერი იქნებოდა გაჩერებული, რომ არა სახელმწიფოს ხარდაჭერა. და ეს უჯდება ყოველწლიურად მილიონები სახელმწიფოს და ამას ვაკეთებთ აბსოლუტურად გააზრებულად იმისათვის, რომ მრეწველობა შევინარჩუნოთ. და რაც შეეხება იაფ რესურსებს, ჩვენ ნავთობი და გაზი არა გვაქვს, რჩება ერთ-ერთი ელექტროენერგია. და აქაც აბსოლუტურად სწორად აღნიშნა ქალბატონმა მარიამა, რომ თუ კი სადმე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე. და მე მარტო ნამახვანი არ იყო ეს, იყო უამრავი სხვა ფაქტი. როდესაც იბლოკებოდა ჰესების შენებლობა და აქვე შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე როგორც სჭირდება ქვეყანას. თუ ეს არ მოხდა, ამ შემთხვევაში მრეწველობასაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ ეკონომიკა ვერ განვითარდება. თლიანად ვიქნებით დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. იმისთვის რომ გადავიდეთ ჩვენ უკვე იგალ ჰილსის პროექტი, არა, ერთი წუთი. მინდა რომ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ამოვწოდოთ. არ მაქვს უფლება რომ ჯერ ჩამოვაყალიბებ, ძალიან გთხოვთ, მოგცემ შემდეგ სიტყვას. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა კეთდება იმისთვის, რომ საზღვარგარეთ წასული ქართველი ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ არ გაგვიშლია თემა, რა კეთდება საქართველოში ჩამოსული უცხოელების, ასე ვთქვათ, მათ აი ნაკად
დადის რეგულირებისთვის. ასე რომ ბატონ იაგოს მოусმინოთ, აი ეს გადაწყვეტილებები, რაც ბოლო პერიოდშია მიღებული, მე რაც ვახსენე შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თქვენი პოზიცია როგორია და მოусმინოთ მე პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, რასაც ამ სფეროში ვაკეთებ და გლობოს კურიერებს რო ებრძვიან, გლობოს პაკისტანი და ინდოელ კურიერებს, ეს არის საბოლოო ჯამში აი აბსურდის უკიდურესი შემთხვევა. ჩვენი მთავრობა მოგეხსენებათ, მარტივ მაგალითს გეტყვი. ჩვენი მთავრობა ხშირად დადის დუბაიში. და ვინც დუბაიში დადის, მე მგონი ეცოდინება, რომ დუბაიში ტუალეტს არაბები არ ხეხავენ. დუბაიში იაფასიან ფიზიკურ სამუშაოზე არაბები არ მუშაობენ. აქ მუშაობს ხალხი, რომელიც ჩამოდის დუბაიში სამუშაოდ. მათ არ გააჩნიათ რაღაცა სოციალური დახმარების მიღების უფლება როგორც ევროპაში ანას და ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომ არაბებს შესთავაზონ უფრო იაფად უკეთესი ხარისხის მომსახურება. მე მინდა რომ ქართველებიც უცხოელი ტურისტების ტუალეტს არ ხეხავდეთ. მინდა რომ ასეთი იაფასიანი სამუშაოსთვის და მძიმე ფიზიკური სამუშაოსთვის ჩვენ მქონდეს საშუალება, რომ შემოდიოდეს საქართველოში ხალხი, რომელიც მოგვემსახურება და მოგვემსახურება ნიშნავს, რომ მუშაობდეს ჩვენთვის და სოციალურ დახმარებას კი არ ვაძლევდეთ. არამედ ვაძლევდეთ საშუალებას, რომ იმუშაონ. მათ არ უნდა ქონდეთ პოლიტიკური უფლებები, როგორც არაბეთში არ გააჩნიათ შემოსულ ხალხს. არა, ლეგალურად უნდა შემოუშვათ. ყველას უნდა მივცეთ აქ ცხოვრების და მუშაობის უფლება, რომ მოგვემსახურონ იაფად და ხარისხიანად, მათთან ბრძოლა საჭირო არ არის და პირიქით, ჩვენ ქართველებს არ უნდა უთხრათ ტყუილი. და რა არის ტყუილი? ტყუილი არის ის, რომ მომავალი არის გლობოს კურიერობაში. არანაირი მომავალი გლობოს კურიერობაში არ არის. ცოტა ხანში გამოჩნდება დრონები, რომელსაც გამოიძახებთ და მოგიტანთ საჭმელს და ეს ბევრ ქვეყანაში არსებობს. აი ეს ჩვენი პაკისტანელი და ინდოელი ისინი, რა ქვია, გლობოს კურიერები სინამდვილეში არის გაფრთხილება ქართველი ხალხისთვის, რომ ქართველო ხალხო ტაქსის ბრძოლებსაც იგივე პერსპექტივა აქვს. ტაქსის ბრძოლებზეც იგივე გზაზე დგანან, ხო, გასაგებია ეს. ქალაქები არსებობს, სადაც ბრძოლის გარეშე ტაქსები დადიან. ჩვენ ქართველები ნელ-ნელა უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რაღაც პროფესიები გადაშენდება, მასში ინვესტირება არ შეიძლება, იმიტომ რომ დროებითია თავისი შინაარსით, ძიმეა ფიზიკურად სამუშაოდ, არ გააჩნია დიდი არაფერი პერსპექტივა და ზოგადად ეს სამუშაო დაუთმოთ ადამიანებს, რომელიც ჩამოსულია ჩვენზე ღარიბი ქვეყნიდან, ჩვენზე იაფად მუშაობენ და აი რასაც ქართველს ვერ აკადრებ ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, იქ შეიძლება გავაკეთოთ. მოусმინოთ მე ვაკრიტიკებ საქართველოს ხელისუფლებას, გონია რომ ისინი ჩვენთვის ცუდ საქმეს აკეთებენ, როდესაც ქართველებს არ გვაძლევენ საშუალებას ძიმე სამუშაოზე დავიქირაოთ იაფასიანი უცხოური მუშახელი და ვაძვირებთ საქართველოს მომხმარებლებისთვის ვაძვირებთ ამ იაფასიან მომსახურებას და თან იმ ადამიანებს, ვინც ამით არიან დაკავებული, არ სინამდვილეში ვუქმნით ცრუ პერსპექტივას. ვატყუებთ, აი როგორც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ვატყუებთ, რომ მოდით და კარგად მიგიღებთო და სინამდვილეში მოქალაქეობას არ ვაძლევთ. 1000 საბუთს თხოვთ, სუსიაგვარებს მაგ საკითხს ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა მიცეს მოქალაქეობა. აი ზუსტად ასევე ვატყუებთ ქართველებს, რომ თითქოს მათ ვეხმარებით იაფასიანი მუშახელი საქართველოსდან გაყრით. მოვისმინოთ თავრობის პოზიცია. მიუბაძოთ დუბაის მოქალაქეებს ამ შემთხვევაში, მე მგონი კარგი პრაქტიკული მაგალითი იქნება. ესე ბატონი იაგოს მოსაზრება ნაწილობრივ შეგვიძლია გავიზიაროთ პრინციპის დონეზე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად გლობალს ვოლს გიდებს და ამ შემდეგ აქ ვერ გავიზიარებ ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქ მოხდა ზუსტად ის, რომ საქართველოში არსებობდა სათანადო მუშახელი, სამუშაო ძალა, იყო მოთხოვნა და იყო მაღალანაზღაურებადი ეს სამუშაო ადგილები და მოხდა რა? ქართველებს შეეცილნენ უცხოელები, მიგრანტები ამ საქმეში, რომლებიც ბევრად უფრო იაფად იყვნენ მზად ამ მომსახურების გაწევას და ხელოვნურად დაუგდეს ჩვენს მოქალაქეებს ხელფასები. შესაბამისად, აქ ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად უმცირებ ჩვენ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს და სწორედ ამის გამო განისაზღვრა შესაბამისი ჩამონათვალი მთავრობის სამართლებრივ აქტში. გარდა ამისა, აქ სხვა პრობლემებიც იყო, ეს უცხოელები და უმეტესად ეს იყვნენ უცხოელები, მუშაობდნენ ეგრეთ წოდებულ დამდებებად
ნარკოტიკების რეალიზატორებად და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ მოახერხეს ხელოვნურად ფასის დაგდება. ანუ კომპლექსური პრობლემა იყო და შესაბამისად ჩაითვალა მიზანშეწონილად უცხოელებისთვის აქ მუშაობის შეზღუდვა. თუმცა არის სფეროები, სადაც ეს შეიძლება აუცილებელი იყოს და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ვიდრე გადავალ უშუალოდ იმიგრაციაზე, ანუ საქართველოს მიგრანტების თემაზე, ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი ასევე მინდა მოვიყვანო, რაც ემიგრაციას უკავშირდება, რატომ არის ეკონომიკა განსაზღვრელი ფაქტორი. ეკონომიკა და პლუს გახსნილი საზღვრები. როდესაც ლიტვის და ლატვიის მოქალაქეებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საზღვრები. ეს მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 2004 წელს გაწევრიანდა ლიტვა და ლატვია ევროკავშირში. და შესაბამისად მათ მიეცათ უიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო დიდი სხვაობა. ლიტვის მოსახლეობა მას შემდეგ 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3.415.000-დან 2.800.000-მდე 18%-ით 615.000-ით დაიკლო ლიტვის მოსახლეობა. და ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2.299.000 და შემცირდა 1.836.000-მდე. დაიკლო 20%-ით 453.000 ადამიანი. ეს ამას აჩვენებს, რომ ეკონომიკებს შორის თუ არის დიდი სხვაობა, საზღვრებიც თუ არის გახსნილი, არის ბუნებრივი ტენდენცია მიგრაციის და ამის ხორბლია ჩვენი ქვეყანაც, ხო? ანუ არის ჯერ კიდევ ეკონომიკებს შორის სხვაობა, საზღვრები გაიხსნა და შესაბამისად ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან. რაც შეეხება უცხოელ მიგრანტებს, პირველ რიგში გავიხსენებ კიდევ ერთხელ სტატისტიკას. ძალიან მოკლედ, 7.000 მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის უფლება. 30% არიან დაახლოებით რუსეთის მოქალაქეები, ინდოელები არიან 22%, ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, მერე მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და ეს შემდეგ. საზღვრის კვეთის მონაცემებით, რომ განსაზღვროთ პროცენტული მაჩვენებლები, 70% საქართველოს ცხოვრები მიგრანტების არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის კონკრეტულ ქვეყნებს, თურქეთს და ირანს, ამაზე ვისაუბრე ერთხელ უკვე, მათი წილი ჩვენს მოსახლეობაში, თლიან მოსახლეობაში არის დაახლოებით 0.7% საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. რაც შეეხება მიგრანტების ჯგუფებს, ანუ როგორ ნაწილდება დაახლოებით ეს 257.000 ადამიანი, როგორ ვიღებთ საბოლოო მაჩვენებელს. 37.000 არის სტუდენტი და ზოგადად უკვე თქვი, რომ მათი წვლილი ეკონომიკაში ძალიან დიდია და ალბათ მარიამ გაშლის ამ თემას. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, შრომითი მიგრანტი, რომელიც სარგებლობს შესაბამისი ბინადრობის ნებართვით, არის 51.500 ადამიანი. ანუ ჩვენ საკმაოდ გახსნილი გვაქვს, ასე ვთქვათ, სივრცე უცხოელების საქართველოში დასაქმებისთვის. აქედან 25% დაახლოებით არის რუსეთის მოქალაქე, ინდოეთის მოქალაქე არის 6.856, თურქეთი არის 5.600, ბელარუსი 5.000 და ეს შემდეგ. რაც შეეხება სექტორებს, მესამედი არის საინფორმაციო ტექნოლოგიები და ყველაზე მზარდი სექტორია ჩვენს ეკონომიკაში და აქ საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში უცხოელები კონკურენციაში არ შემოდიან რეალურად ჩვენს მოქალაქეებთან, ისინი საზღვარგარეთ საქართველოსდან უწევენ მომსახურებას კლიენტებს და მხოლოდ შემოაქვთ, ანუ არაფერი არ გააქვთ, არავის არ ეწილებიან და მხოლოდ შემოაქვთ საქართველოში და ჩვენს ეკონომიკაში რესურსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ IT სექტორის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ და აქაც იცით, რომ გავამარტივეთ შესაბამისი ბინადრობის ნებართვების გაცემა. მშენებლობა არის დაახლოებით 14%. და მშენებლობის მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. ასე ხო, ბატონი იაგო საუბრობდა, არის სექტორები, სადაც დღესაც ეკონომიკის განვითარების უნიდან გამომდინარე, უკვე ქართულ მუშახელს ვეღარ პოულობ. 2012 წელს ჯერ კიდევ გახსოვთ, რომ ელიავაზე უამრავი ქართველი იდგა, რომელიც ელოდებოდა სამუშაოს და ხშირად უჭირდათ ყოველდღურად სამუშაოს პოვნა. დღეს წამლად აღარ არის მშენებლობის სექტორში. გლოვოს კურიერებად ინდოელებს თავი დაანებეთ და ის ქართველები, რომელიც იქ მუშაობენ, წავლენ იმუშავენ მშენებლობაზე. ხო და ამ დროს თქვენი რეგულირების გამო გაქრა ეს ხალხი. ჩვენ სუსტ პრიორიტეტები განსაზღვრეთ და მივიჩნიეთ, რომ მშენებლობის სექტორში უფრო არის მიზანშეწონილი უცხოელების დასაქმება, ვიდრე გლოვოში, გულჩი და თავრობის გადასაწყვეტი რატო არის იმ ხალხის გადასაწყვეტი არ არის, ვინც მშენებლობას აწარმოებს. არა. მათ შორის მშენებლების ინტერესების გავითვალისწინეთ და კომპლექსურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ანუ ყველაფერი გავითვალისწინეთ. მშენებლის ინტერესი რა არის, ჩვენი მოქალაქის ინტერესი რა არის, სახელმწიფოს ინტერესი რა არის. აქედან გამომდინარე მშენებლობა დარჩა, ვოლტი, გლოვო და
გიდები და ასე შემდეგ არ დარჩა. Ну, არის სხვა სექტორები, მათ შორის სტუმართმასწავლებლობის სფეროშიც გვაქვს სამუშაო ძალის დეფიციტი, მრეწველობა. აქაც 5% არიან უცხოელები, ვინც მრეწველობის სფეროშია დასაქმებული, იმიტომ რომ ხშირად ქართველებს არ უნდათ საწარმოში. დავასრულებ, იმიტომ რომ სულად უნდა ჩამოთვალო ვინ არიან. ხო, 37000 სტუდენტი, 51500 შრომითი მიგრანტი, 30000 ამ 257-დან მაქსიმუმ არის უკრაინელი ლტოლვილი. 47500 არის. ნახეთ, ეს პრაქტიკულად უცხოელებად ვერც ჩაითვლებიან ფართო გაგებით. 47500 ამაჩვენებლიდან მარტო არის საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი, საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან ისეთი უცხოელი, ასეთი ცოტა, ვისაც 10 წელიწადზე მეტი აქვს ნაწხოვრები საქართველოში. ანუ 50000 თითქმის არის ასეთი. იაგოსგან დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია. დავასრულებ ამას რა. მე ყოველთვის საინტერესოა, ხო, ანუ რა სტრუქტურა აქვს მიგრანტების რაოდენობას. 6000 არის მოკლევადიანი და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვით ვინც სარგებლობს. ეს რატო არის საინტერესო მაჩვენებელი? ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე, ну ერთი ადამიანისგან ძირითადად თუ რამდენიმეცგან არ ვიცი, რომ ანუ ბინების შეძენის საფუძველზე ადვილია თითქოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება. ერთი უსაფრთხოების კონტროლს გადის ყოველთვის ეს პროცედურა და 60000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა. ანუ ეს მიგრაციაში მაინც დიდ წილს არ ქმნის. 2000 არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც ამის საფუძველზე სარგებლობს ბინადრობის ნებართვით. დაახლოებით 20000 უხეში გაანგარიშებით არის არალეგალი. და ამ მიმართულებით იცით რომ სერიოზული ზომების მიღება გვაქვს დაგეგმილი და დაახლოებით 50000-მდე არის ისეთი უცხოელი მოქალაქე, ძირითადად ესენი არიან რუსეთიდან და ბელარუსიდან, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც სარგებლობენ ერთწლიანი საქართველოში დაყოვნების უფლებით. ანუ ეს არის საერთო სტრუქტურა. ნუ საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი რომ ვითარება არც ისე მძიმეა, როგორც ხანდახან ჩანს ხოლმე, არის ხოლმე ხშირად სპეკულაციური განცხადებები, თუმცა ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მიგრაციული პროცესების მართვა არის აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგიქცეს ეს პროცესები და ამ შემთხვევაში მივიღებთ დემოგრაფიულ პრობლემას. ქალბატონი მარიამი შეაჯამებს და შემდეგ სხვა თემაზე გადავდივართ. საქმე ეხება მე მგონი რას, რომ პროტექციონიზმი კაია. ამას გვეუბნება ბატონი პრემიერი. ილია ჭავჭავაძეს აქვს თავის დროზე ნათქვამი, ზოგადად პროტექციონიზმთან დაკავშირებით ის პოზიცია, რაც საქართველოში უნდა გქონდეს, რომ პროტექციონიზმი სარგებლობს ერთი მუჭა წარმოებელი ნაცვლად მთელი ქვეყნის მოსახლეობისა. როდესაც ვიცავთ პირობითად ვიღაცა ადამიანებს, რომელიც სადღაც მუშაობენ, 100 კაცი, 200 კაცი, 300 კაცი, ამას რომ მათ არ დაკარგონ სამსახური კონკურენციის შედეგად, საბოლოო ჯამში ვაზარალებთ მთელი საქართველოს მოსახლეობას. მთელ საქართველოს მოსახლეობას რომ გაუფუჭდება და გაუფუჭდა მომსახურების ხარისხი. იმის გამო რომ ვიღაც იქიდან გააგდე, ან გაუძვირდა რაღაც პროდუქტი. და ამას ეს ითვლება პატრიოტიზმად, ჩემთვის გაუგებარია და ასევე ერთი ძალიან ბუნებრივი შეკითხვა დამებადა. სულ იყო პრეტენზიები, რომ გლობოს კურიერებს, ინდოელ გლობოს კურიერებს რაღაცა არესმით მოგნება არ შეუძლიათ, ანუ არაკვალიფიციური მუშახელის პრობლემის ამბავი. ხო და აი ესეთი არაკვალიფიციური მუშახელი შენებლობაზე როგორ შეიძლება წაიყვანო? აი რო პრობლემა გქონდა, რომ მოგიტანდა თუ არა შეკვეთას. აი ეგ კაცი სახლის ასაშენებლად როგორ შეიძლება? გასაგებია, ამაზე გიპასუხებთ ახლა თქვენ და შემდეგ. მოდი ესე გავყოთ, რომ პირველი მე ძალიან მიხარია, რომ რაღაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ რომ გადაწყვიტე ჩვენ ჯგუფთან, რომ ეს თემა ყოფილიყო პრიორიტეტული. ესე იგი წარმატებით მოვახერხეთ დღეს რო ვზივართ და ამაზე განვიხილავთ, მათ შორის ჩვენი აქტიურად წარმოებული კამპანიის შედეგი არის. ეხა რა მაქვს მე კითხვები? პირველი, თქვენ თქვით, რომ ძალიან მცირე არის წილი ბინადრობის უფლებების მიღების იმის საფუძველზე, რომ აი ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში ეგეთი მექანიზმი, რომ ну 100000 იყო, ეხა თქვენ 150000-ზე აწიეთ, რომ თუ ადამიანი დემონსტრაციას ახდენს, რომ ბინა მაქვს 150000, ეგ არის ერთ-ერთი საფუძველი, გასაგები ხა ტერორისტი თუ არის, იმას რა თქმა უნდა არ მიცემენ და ეგ უსაფრთხოების ჩეკს რო გადის, მაგრამ ეგეთი მექანიზმი გვაქვს ჩადებული. მე მაქვს ეგეთი შემოთავაზება. ჩვენ ესეთი ინიციატივა გამოვთქვით ხელმოწერების შეგროვების გზით დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი, რომლითაც ამოღება ხდება
რაღაცა ფინანსური საფუძვლების მიხედვით, აი გინდა ეგ რაც ახლა განვიხილეთ, გინდა საინვესტიციო მიხედვით, ბინადრობის უფლების ფაქტიურად გაყიდვა. ერთი ის არის კარგი, რომ სუფთა თემას რო გვერდზე გადაუხვიოთ, კარგია, რომ ეგეთი პრეცედენტი დაფიქსირდეს, რომ ესეთი სახალხო ინიციატივის კუთხით შეტანილი კანონი განიხილოს პარლამენტმა და მიიღოს და მეორე, ეგ არის უსაფრთხოების ერთ-ერთი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც შეიძლება ჩავდოთ, იმიტომ რომ თქვენს ხო გაქვთ ნასაუბრები, რომ აი ბერლინში რაღაცა მაგალითად მუჰამედი არის ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი, ხო? რა ეკონომიკურმა მექანიზმებმაც იქ გამოიწვია, მაგ ეკონომიკური მექანიზმებისთვის ჩვენ თუ კანონმდებლობაში არ ჩავდეთ აქ გარკვეული დაზღვევის საშუალებები, ჩვენს იგივე ბედი გველის. აქედან გამომდინარე, მე მაქვს შემოთავაზება, აგერ შემოტანილი გვაქვს ეგ კანონპროექტი. თქვენ შეგიძლიათ, თქვენ ეხლა ამ მომენტში პარლამენტში სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ კანონის გატანა, მოდი განვიხილოთ ეგ და ჩავდოთ ეგ უსაფრთხოების მექანიზმი იმისთვის, რომ იგივე არ დაგვემართოს, რაც დაემართა ევროპას. აი ეგ არის შემოთავაზება და რაც შეეხება იაგოს მიდგომას, მე საპირისპირო მიდგომა მაქვს, ანუ პრობლემა ნახე შენ ისე აყენებ საკითხს რომ აი ერთმანეთში არ დაიწყოთ ახლა დებატი ძალიან ხო გელოდებათ ქალბატონ მარიამი და შენ არ ამატებ რომ ქართველები უცხოეთში მიდიან და იქ ხეხავენ ტუალეტს და სინამდვილეში არის როგორი სიტუაცია და აქ ხეხონ უფრო იაფად სიტუაცია როგორ არის ისე კი არ დგება საკითხი რომ ჩვენ აქ ფეხზე გადავიდებთ და ვიღაცები მოგვამსახურებიან საქართველოს პირიქით საჭიროა რომ მუშახელი გაძვირდეს და უცხოეთიდან იაფი მუშახელის შემოყვანა კი არ არის გამოსავალი ეგრე მოხდა მიგრაციის კრიზისი ევროპაში. ჩვენ უნდა შევამციროთ უცხოეთიდან მიგრანტების შემოყვანის რაოდენობა და ქართულ ბიზნესს უთხრათ, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეებში ეძიეთ კადრები და რახან ეხლა რასაც აძლევთ ხელფას, ეგ არ არის საკმარისი, მოგიწევთ მათ შორის გაძვირება და ეგ არის ის მექანიზმი, რომელიც მათ შორის დააზღვევს. აქედან რომ ხალხი მიდის უცხოეთში, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აქ ხელფასები არის დაბალი, ხელფასები გაიზარდოს. ხო, შეთავაზებასთან დაკავშირებით და შემდეგ ქალბატონ მარიამი და შემდეგ ახალი თემა. პროტექციონიზმს რაც შეეხება ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ფარველობის გამოჩენა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ, რეალურად ამას ვაკეთებთ. ეს ნაბიჯი რაც გადაიდგა ვოლტის გლობოს გიდების და შემდეგ ნაწილში, სწორედ პროტექციონიზმის გამოხატულება ილიას ანდერიც არითვალისწინებთ. ილიას ხარამის გულისხმობდა მაგ გამონათქვამში, ანუ რეალურად მოქალაქეების ფარველობა, ჩვენი მოქალაქეების ფარველობა, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულება. და მათ შორის შრომით უფლებების ნაწილში, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების ფარველობის განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება, ეს საყოველთაოდ არის აღიარებული სამართლებრივად და ბატონო ირაკლი, ფარველობა, როცა მოქალაქეობას არ აძლევთ ქართველს ფაქტობრივად და ამბობთ, რომ უნდა დაიცვათ იმისგან. პირიქით გამარტივებაზე დოილი კურიერის კონკურენციისგან. ორივე მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 5000 ეს მაჩვენებელი უკვე აჩვენებს იმას, რომ არავითარი ასე ვთქვათ პრობლემა ამ მიმართულებით არ გვაქვს, თუმცა ნუ კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ, შეგვიძლია განვიხილოთ, ვიმშელოთ, თუ ჩაითვლება, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე, შეგვიძლია რა თქმა უნდა ეს კანონპროექტი განვიხილოთ და მივიღოთ და რაც შეეხება მიგრანტების კონტროლს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების და შრომით მიგრანტების ნაწილში. და აქ ამას უზრუნველყოფს რეალურად სახელმწიფო სტუდენტების ნაწილში, ისედაც ინტერესი არ აქვს სტუდენტს, როდესაც სამედიცინო კურსს გაივლის საქართველოში რეალურად ისინი არ საქმდებიან, იღებს სამედიცინო დიპლომს და სამედიცინო განათლების სფეროში ზოგადად ყველაზე დაბალია პროფესიული მიგრაციის მაჩვენებელი, იღებს დიპლომს, ბრუნდება თავის ქვეყანაში და იწყებს ექიმად მუშაობას, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც კონტროლის ქვეყანაში დარჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმი ზუსტად სასწავლებლად წასვლა და მერე დარჩენა არის, ამიტომ ვერ დაგეთანხმებით რომ ეგ მექანიზმი. ნახეთ, მე არ ვაფრო რისკი არ არის და ნახეთ, აქაც ჩვენ თქვით ერთხელ რომ გასულ 10 წელიწადში რამდენი უცხოელიც გავაცევეთ არალეგალი
იმდენ იქნა გაძევებული მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში და მათ შორის ინდოეთის მოქალაქე არის პირველ ადგილზე არიან ინდოეთის მოქალაქეები 20.5%-ია და ესენი არიან ზუსტად ადამიანები რომლებიც სტუდენტებად ჩამოვიდნენ აღარ გააგრძელეს სწავლა და დარჩნენ მიგრანტებად კი რისკი რა თქმა უნდა არსებობს ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას რომ ყველა ნაწილში სტუდენტების ნაწილში და შრომითი მიგრაციის ნაწილში დღესაც მოქმედებს კონტროლის სისტემა და კიდევ უფრო გასამგაცრებელია კონტროლის სისტემა რომ მარტო ნაკადებად 5000-მდე თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენელმა და ну ერთ წელიწადში 1000 კაცი თუ გავაძევეთ და მაგათ არალეგალებს ხო ემატებათ კიდევაც იმიტომ რომ ხალხი შემოდის რამდენად პოზიტიური დინამიკა არის მან სერიოზული კითხვები არის იმიტომ რომ ამ დინამიკით 20 წელი დაგვჭირდება საერთოდ რო არ დაგვემატოს ეგრე რომ ეს აღმოფხვრა ციფრებზეც ვისაუბრეთ ჩვენ თქვით რომ წელს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება შესაბამისად ამ ტენდენციით ბატონი გეკა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად დაახლოებით თორსების 7-8 თვის წინ. შესაბამისად ამ მის გათვალისწინებით მაჩვენებელი უკვე ძალიან კარგია. სამიზნე მაჩვენებელი 2026 წლისთვის გვაქვს 4000 არალეგალი მიგრანტი და ტენდენცია არსებობს ზოგადად ყველგან, რომ როდესაც კაცრდება საიმიგრაციო პოლიტიკა, ამ შემთხვევაში თვითდინებით გადის საკმაოდ ბევრი არალეგალი მიგრანტი. ამიტომ ამ მაჩვენებლებით 4000 თუ მივახცევთ ჩვენ წელს, რაც აბსოლუტურად რეალურია, გავაორმაგეთ, კი არ გავაორმაგეთ, გავახუთმაგეთ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების რაოდენობა. საკმაოდ ძიმე ვითარება იყო, არ იყო საკმარისი რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება მოხდა, აღიჭურვა 4000 არის რეალური მაჩვენებელი. ასეთი ტემპით ჩვენ 4 წელიწადში შეგვიძლია საბოლოო ჯამში არალეგალური მიგრაციის აღმოჩენა. მადლობა. იცით, უნდა გადავიდეთ უკვე იგილ-ჰილსის პროექტზე. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. მე მინდოდა რომ ქალბატონ მარიამ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შეეჯამებინა სამიწუთი დამჭირდება. რადგანაც ეს პროექტი თავად დეველოპერული მოიცავს ამ თემას. ნაკლებად მოიცავს იმ კომპონენტებში, რაც მინდა რომ შევავსო თქვენი ნება. შეაჯამეთ თქვენ და შემდეგ უკვე წავიდეთ ოპონენტების მოსაზრებაზე იგილ-ჰილსთან დაკავშირებით. ვეცდები რომ გამოვიყენოს კი პირველ რიგში რაც შეხება პრემიერმა აღნიშნა პროტექციონიზმს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ისახებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე და არა უცხო ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობაზე. ეს არის ნომერ პირველი ჩვენი ამოცანა. ახლა როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება ზრუნვად თუ პროტექციონიზმად, ეს გულწრფელად ასეა. მეორე მხრივ დღეს უკვე არაერთგზის ითქვა, რომ იმიგრაციის ერთ-ერთი შემადგენელი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ მოტივატორი მათ შორის არის უცხოელი სტუდენტები და მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო რამხელა დადებითი ეფექტი აქვს უშუალოდ უცხოელი სტუდენტების ჩვენ ქვეყანაში შემოსვლას. დაახლოებით 37000-ია ის რაოდენობა, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ფიქსირდება. ნუ ჭარბობს ინდოეთის მოქალაქეები ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სამედიცინო უნივერსიტეტის კუთხით. ამავდროულად დაახლოებით 7% არის იორდანიის მოქალაქეები, 6% არიან ისრაელიდან, 5 სუდანიდან, 3 პაკისტანიდან და შემდგომ უკვე ეგვიპტე, დიდი ბრიტანეთი, მათ შორის ასეთი ქვეყნებიც გამოერევა ჩვენ სტატისტიკაში. მე მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს $1.2 მილიარდ ლარს და მშპ-ს 1%-ია საშუალოდ ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებიდან ყოველწლიურად 300 მილიონი ლარის შემოსავალს ნახულობს. საიდანაც დაახლოებით სტრუქტურაც ასე ნაწილდება, რომ ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15500 ლარს იხდის და ამავდროულად დამატებით სექტორებში, სხვა დამატებით სექტორებში ხარჯავს 16300 ლარს. ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს პირდაპირ სავალი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ 576 მილიონი ლარის მოცულობით და სხვა სექტორებში ასევე ეს დადებითი ეფექტი ნაწილდება დაახლოებით 605 მილიონი ლარით. ახლა რატოა მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა იმისთვის, რომ უცხოელი სტუდენტების, ასე ვთქვათ, მომსახურება უზრუნველყოთ მინიმუმ 10000-დან მაქსიმუმ დაახლოებით 15000 სამუშაო ადგილამდე დიაპაზონი მერყევს. ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ერთს ჩვენ გვინდა ამ მიმართულების განვითარება, ხედავთ რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, მაგრამ სად გადის ზღვარი? იმაში რომ უნდა განვითარდეს მიმართულება, თუმცა ადამიანი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩამოდის სტუდენტად, შესაბამისი ვიზის კატეგორიით და ადამიანი, რომელიც შესაძლოა შემოვიდეს ქვეყანაში უვიზოდ, როგორც ტურისტი, მან არ უნდა განახორციელოს სამიწარმოო საქმიანობა და მათ არ აქვთ კანონის ფარგლებში იმის შესაძლებლობა, რომ ისინი დასაქმდნენ. რამდენადაც ეს ტენდენციები მეტნაკლებად
შეინიშნებოდა რომ იყო მზარდი, სწორედ ეს ემსახურება იმ ახალ საკანონმდებლოს ახალ ცვლილებას, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედა მთავრობის დადგენილებით, რომელიც თავისი შინაარსით რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ მეწარმეს, ეს იქნება უცხოელი თუ ეს იქნება ქართველი, მოუწევს შესაბამისი პროცედურა გაიაროს იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რატომ ვერ აყავს ამ არსებულ ადგილზე საქართველოს მოქალაქე და თუ ის შეძლებს, რომ შესაბამის უწყებას, სახელმწიფო უწყებას დაუმტკიცოს უცხოეთის მოქალაქის საჭიროება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანოს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს რა თქმა უნდა ბოლომდე ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას ადგილობრივი რესურსის გამოყენება, უნდა იყოს ათვისებული და მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილზე შესაძლებელია იყოს დეფიციტური კადრი ან სხვა, იქნება ეს მშენებლობა თუ ნებისმიერი სხვა სექტორი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მეცემა შესაძლებლობა ერთ კომენტარსაც გავაკეთებ, იყო პარალელი გავლებული დუბაისა და საქართველოს შორის, აი დაახლოებით იმას გავს გვინდა მრეწველობა, მაგრამ ელექტროენერგიის გენერაცია რო ქვეყანაში არ გვინდა დუბაიში თუ სწორედ მახსოვს დაახლოებით 10% არის ადგილობრივი მოსახლეობა და იქიდან გამომდინარე რომ ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ტურისტ მასპინძლობს კონკრეტულად დუბაი, ლოგიკურია რომ მზარდია იქ საერთაშორისო ასე ვთქვათ უცხოელების მიგრაცია სერვისებში და არა მხოლოდ. დასკვნით თემაზე ჩვენი დებატების 6.6 მილიარდი უპრეცედენტო ინვესტიცია ბატონ ლევანი დაიწყებს, ჯერ კრიტიკა მოვისმინოთ და შემდეგ უკვე ხელისუფლების პასუხი. ეს ადვილად ვერ გადახვალთ ჰილსის თემაზე, მე უნდა გამოვეხმაურო იმ რაღაც მოსაწყენ ლექციას, რომელიც აქ წაგვიკითხეს, რომ ინდუსტრიის ზოგიერთ დარგს თურმე სახელმწიფო მხარს უჭერს ხოლმე. აი ამაში, აი პროტექციონიზმი საქართველოს ხელისუფლების ამაში ჩანს, რომ დიდრებს, მესაკუთრეებს, იქ ვინც მენეჯმენტში არიან განგსტერები, იმათ ეხმარებია, რომ გადაარჩინონ თავიანთი, ასე ვთქვათ, საქმიანობა და იგივე აზოტის მუშებს გაფიცვა უწევთ, რომ 200 ლარით მეტი ხელფასი ქონდეთ, ჭიათურაში 3000 კაციდან 2000 გაათავისუფლეს ადგილიდან. და როცა ვსაუბრობთ ინდუსტრიულ პოლიტიკაზე, იცით რას გულისხმობთ, რომ აი თქვათ ავიღოთ ტყიბული. ტყიბულის საწარმოს ხარდაჭერა კი არ არის დღეს ინდუსტრიული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი კი არ უნდა იყოს. ტყიბულში საწარმო დასახურია, აღარ აქვს ამისი რესურსი. იქ სხვა ინდუსტრიაა გასავითარებელი და ამაზე უნდა ფიქრობდეს ნორმალური სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებზე ფიქრობს, მაგრამ ესე არ ფიქრობენ. რაც შეეხება იგჰილსის პროექტს, უამრავი პრობლემა აქვს ამ პროექტს. მაინც ჩამოთვალეთ, მაგალითად ისევ მივდივართ ეკონომიკის თვისებრივ ცვლილებებთან, ხომ? ეს პროექტი დაასაქმებს ისევ, ასე ვთქვათ, მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ და სერიოზულ და მეცნიერებატევად და ინდუსტრიულ დარგში, ხო, ადამიანებს. აი ეს პრობლემაა. მე აი ნამახვან ჰესი 100-ჯერ წამოგვაყვედრეს აქ და საერთოდ ამას პრობლემად არ მივიჩნევ ამ წამოყვედრებას, იმიტომ რომ ნამახვან ჰესის პროექტის მთავარი პრობლემაც ის იყო, რომ ყველა რისკს საკუთარ თავზე იღებს ხოლმე სახელმწიფო, მოგება რჩება ინვესტორს. აქაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აი იმ ხელშეკრულებით, რომ სადაც გასაიდუმლოებული მუხლებია, სწორედ ამგვარ პრინციპთან გვაქვს საქმე, რომ მთელი მოგება ინვესტორს, მთელი რისკი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს. აქ ამ პროექტს ასევე აქ დასცინიან ხოლმე მწვანე საკითხებს და ეკოლოგიურ საკითხებს, რომ იქ ფასკუნჯი კვერცხს ვერ დადებს და რაღაც ესე ცისულელებს ამბობენ და სერიოზული ეკოლოგიური შედეგები ექნება აი ამ პროექტსაც, ხო? ჯერ ესეთიც ამ ქალაქში რა ხარისხის წყალს ვიღებთ ჩვენ, რა ინტენსივობით წყალს ვიღებთ ჩვენ, ან რუსთავის წყალმომარაგება რა მდგომარეობაშია, ვიცით ყველამ რუსთაველებმა განსაკუთრებით კარგად იციან, მე არა რუსთაველებმა უკეთ იციან, ხო? და ეხლა და ახალი გორი ჩდება თბილისსა და რუსთავს შორის. რა წყლით ამარაგებთ იმათ? ან ინერტული მასალები ამ ხელმშენებლობებისთვის საჭირო რო არის, რომელი მდინარიდან ამოგაქვთ ამდენი ქვიშა, ხრეში და ასე შემდეგ, ხო? ეს დათვლილია? რამე კვლევა გააქვთ თქვენ, რომლითაც თქვათ აი ამ ეკოლოგიურ საკითხებს მოიქილავთ და არის კიდევ უამრავი სხვა პრობლემა. ბატონო იაგო, თქვენ და შემდეგ უკვე ერთად გაგცემთ პასუხს. კარგი იქნებოდა ბატონ ირაკლის დაეწყოთ, იმიტომ რომ რაღაც იქნება რამე ახალი ეთქვა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კონტრაქტი არ გვინახავს და ფაქტობრივად გვიწევს საუბარი. ის რა არის პრობლემატური? ამას გაუსვით ხაზი და შემდეგ. გეტყვით რაც ვიცი ხიდან გამომდინარე, რა რაც ვიცი ყველაფერი ტყუილია. და ზოგადად ერთელი ეს იგჰილსის პროექტი დგას ერთ დიდ ტყუილზე. სწორედ ამიტომ იმალება ის კონტრაქტი, რომ ვერ მიხვდეს ქართველი ხალხი რაში ატყუებენ და სად ატყუებენ. და ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. საუბარი იყო, რომ 16000 ბინა უნდა აშენებულ, უძრავი ქონების 16000 ერთეული უნდა აშენებულიყო. როგორც არაბმა დაფუძნებელმა თქვა 60% უნდა გაყიდულიყო უცხოელზე.
ჩვენ გითხეს რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოვიდოდა. აი ეს არის რაც ვიცით. და ვიცით ის რომ დაიწყო გაყიდვები წინასწარ და ქართველებმა იყიდეს 60%-ზე მეტი თუ არ ვცდები ამ გაშენებული ბინების. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. აი ეს ყველაფერი ეს ვიცი, რაც მე ვიცი. კონტრაქტი არ მაქვს დანახი. რა დასვლა გამომდინარეობს აქედან? ჯერ ფული არ შემოუტანიათ არაბებს. ქართველებმა 60% გადაიხადეს, იყიდეს უკვე სახლები. ანუ ქართველების მიერ შეტანილი ფულით და არა არაბული ინვესტიციით შენდება პროექტი. ცხადია 16000 ბინაზე 300 ბინით ჩვენ დასკვნების გაკეთება არ არის სწორი ამბავი, მაგრამ თვითონ ხო ასე დაიწყეს იმ პრეტენზიაზე პასუხის გასაცემად, რაც ზურას ექნება ცოტა ხანში, რომ აქ ბევრი არაბი ჩამოვა და ბევრი არაბი კი არა, ქართველები იყიდიანო, აი ეს თქვა. ნახეთ? თუ ქართველები იყიდიან და ჯერ ქართველები იყიდულობენ და მერე შენდება, სად არის 6 მილიარდი დოლარი? გამოდის, რომ ჩვეულებრივად, რასაც ქართველი მშენებლები აკეთებდნენ, არაბები შემოვიყვანეთ კონკურენტებად ქართველი მშენებლების, ქართველებს მივყიდეთ ბინები და ქართველების მიერ ჩადებული ინვესტიციით შენდება პროექტი. მე ვერ ხვდები არაბები რაში უჭირდებოდა. თან ამ პროექტს რეკლამას უკეთებს თავად პრემიერ-მინისტრი. აი წარმოიდგინეთ, მე ვარ სამშენებლო კომპანია და მე მზად ვარ ბატონ ირაკლის მოუყვანო რამდენიმე მშენებელი, თუ მათთან ერთად ზუსტად ისევე ივლის, როგორც არაბებთან ერთად დადიოდა, როგორც იმათ PR კამპანიას უკეთებდა, ზუსტად ასევე მიყვება ბანკებში, ეთქვის რომ მე ვარ თავდები, რომ აი ეს ხალხი კარგ სახლებს ააშენებენ. რომელი ქართული ბანკი ეტყო და უარს ქართველ ბიზნესმენს რამის მშენებლობაზე. მიწა ფაქტობრივად ვაჩუქეთ. ანუ შევიტანეთ ჩვენი წილი, სადაც აი გამოდის რომ არაბები რაღაცას აშენებენ და ქართველ ბიზნესმენს რატო არ უკეთებთ ამას? რატომ არ აპიარებს ბატონი ირაკლი კობახიძე ქართულ ბიზნესმენს? რატომ არ ვაძლევთ მათ წინასწარ გაიაფებული, ანუ ძალიან ახლა დღეს ვერ იყიდით იმ ბინებს, რომ გამოიტანეს ეგრევე გაიყიდა. ანუ კარგი პირობებით არაბებს რატო ვაძლევთ? ანუ ის თუნდაც 40% სხვას რატო ვაძლევთ? რატომ ვებძვით ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც მშენებლობის სფეროში არიან და კონკურენტები რატომ მოვუყვანეთ ამ ხალხს? და ბოლოს რატომ მოვიტყუეთ და რატომ თქვით რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოვა? იმიტომ რომ ჯერ არაფერი არ აშენებულა. ბინები იყიდება ქართველებზე და შენდება ქართველების ფული. ამ პუნქტებზე გაგცემთ პასუხს ხელისუფლება და რა თქმა უნდა ჩაიკითხებით თქვენ ნაწილში. მოდი მოვახდინოთ ახლა სტრუქტურირება კითხვებს რა იწვევს ამ პროექტში. ერთი არის ფინანსური ნაწილი, რომელიც ჩემი პრეტენზიის ძირითადი საკითხი არ არის. უბრალოდ მან ერთ კითხვას დავსვამ ძალიან ბანალურს, უბრალოდ მიჩნდება, რომ პროექტი თუ არის 6.7 მილიარდი და 16000 ბინა უნდა გაიყიდოს, ხო ბანალური კითხვა ჩდება, რა არის ბინის საშუალო ფასი. კალკულატორის პრობლემა ეგ არ არის იდეოლოგიის პრობლემა, ხო? ბინის საშუალო ფასი გამოდის 412,000 ამერიკული დოლარი ნულზე რო გავიდეს პროექტი. გასაგებია რომ მანდ ხა ისიც იქნება კომერციული ფართები და სასტუმროები, მაგრამ ეს ბიზნესმენიც ხო გიჟი არ არის რომ ხა 0%-იანი მოგების რაღაცა ჩადოს, ხო? ანუ ერთი რაც არ მესმის არის რანაირად მოხდება ამ ინვესტიციების ამოღება, თუ ბატონ პრემიერის მიერ მოყვანილი ის სტატისტიკები რო აგერ გავყიდეთ რაღაც 100,000 დოლარად იყიდება ბინები და ქართველები ყიდულობენ და არინერულად ხალხო, მაგ 6.7 მილიარდ დოლარს, რასაც თქვენ ამბობთ რომ უნდა ჩადოს, რანაირად ამოიღებს ეგ კაცი. მე უბრალოდ სუფთა კალკულაციით ვერ ხვდები, მაგრამ ეგ ჩემთვის არ არის. თქვენ ამაზე არ უნდა ინერვიოთ. ხო, ანუ ეგ არ არის ჩემი თავარი სანერვიულობა. კითხვა არის შემდეგში. ჩვენ რახან შევთანხმდით, რომ მიგრაცია არის პრობლემა და მე როცა მესმის, რომ 16000 ბინა, ბინა ითვლება ეგრე, რომ 3 ადამიანი შეიძლება დაითვალო, მაგრამ 2.5 ადამიანი მინიმალურად რო დავთვალოთ, ეგ გამოდის სადღაც 40,000 მოსახლეზე გათვლილი დასახლება. ანუ გორის ხელა ქალაქს ვაშენებთ და პრემიერის განცხადებით 40% იქნება უცხოელები, ბატონი ალაბარის განცხადებით 60%. აი გავაშუალოთ, ნახევარი იქნება უცხოელების ხელში. არ შევდივარ ამ მასში, აი აქ რაღაცა ძალიან 5%-ით აქეთ, ანუ რაღაცა გორის ხელა ქალაქი თუ შენდება და მისი ნახევარი თუ იქნება უცხოელებით დასახლებულიან მათ ესე თქვა ფლობელობაში, მე როგორც ადამიანს, რომელსაც მანერვიულებს, რომ აი ევროპის ბედი არ გავიზიაროთ,
მიჩნდება კითხვები და დავამატებ კიდე. რატო ჩდება კითხვები, რამდენად არის ქართველებზე გათვლილი? ნახეთ, საქართველოში ეხლა ამ წუთას იგლჰილსის გარეშე რა ბაზარიც გვაქვს დეველოპერული. ესეთი მონაცემებია, რომ წელიწად ნახევრის წინ უკვე ქართულმა ბანკებმა რო შეხედეს, რომ რამდენი შენდება და მოთხოვნა რა არის, მიხვდნენ, რომ უკვე ეხლა მოთხოვნას აჭარბებს მიწოდება ქართულ ბაზარზე, ანუ უფრო მეტი შენდება ვიდრე მოთხოვნა და რაღაცა პერიოდით IBC-საც, საქართველოს ბანკსაც გაჩერებული ქონდა საერთოდ სესხების გაცემა, ეკონომიკის მინისტრი ალბათ დამიდასტურებს დეველოპერულ სფეროზე. ეხა გახსნეს, მაგრამ მაინც დაბალზეა. ანუ ეხლანდელი ჩვენი ბაზარი იგლჰილსის გარეშეც კი უკვე გაჯერებულია და ამას რო დაემატება ზემოდან 6.7 მილიარდის პროექტი, 16,000 ბინა, რაღაც ახალი ქალაქი, რომლისთვისაც აქაური ბაზარი უკვე არ არის მზად, ჩემი მოლოდინი რომ ეს ძირითადად გარემომხმარებელზეა გათვლილი, როგორც მინიმუმ მაღალი ალბათობის მატარებელი არის საკუთარ თავში და ეს არის ჩემი ძირითადი კითხვა. ირაკლის მიწაც სიტყვა უცხოური ქალაქები ფული არ შემოუტანიათ და ასე შემდეგ და ქალბატონი მარიამით ცხადია რომ კი ბატონო, რაც შეეხება პროექტს, მოკლედ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თუ რასთან გვაქვს საქმე, საერთო ინვესტიცია არის 6.6 მილიარდი დოლარი, რაც შეეხება თვითონ ფინანსურ ხარეს და რამდენად რეალურია 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. საუბარია რა ასე, რომ მთლიანობაში ამ ასე ვთქვათ, ორი სივრცის მშენებლობას მოხმარდება 6.6 მილიარდი დოლარი. აქედან ნაწილი, რა თქმა უნდა, იქნება მყიდველებიდან ამოღებული თანხები, ბუნებრივია, მათ შორის ქართველი მყიდველებიდან ამოღებული თანხები, მაგრამ მთლიანობაში 6.6 მილიარდი დოლარი მოხმარდება ორი სივრცის მშენებლობას, გონიოში და გრწანეში. აქედან რაც შეეხება სახლებს და ბინებს არის 16,000, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. აი პატარა რეპლიკა. ანუ ის უკვე გავარკვეთ, რომ იყო პიარი, რომ 6.7 დებენ, გაირკვა, რომ მაგდენს არ დებენ. ესე იგი მაგის მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გაყიდვებით გამოიყენება. პროექტის საერთო ღირებულება არის 6.6 მილიარდი დოლარი. საიდანაც შეიძლება იყოს ნაწილი ამოღებული, შეიძლება კი არა ნაწილი იქნება, მათ შორის ვაჩვენეთ პროექტი საერთოდ რამდენს დებს ეს ადამიანი თავის ფულს, რო გაირკვა, რომ 6.7 არ დებს და კითხვები რო გაქვს, რამდენს დებს, ეგეც ხო კითხვა არის და მაგიტოა საჭირო პროექტი. კი, ახლა გეტყვით, მაგის დაანგარიშება მარტივია, რამდენი შეიძლება იყოს ამოღებული საქართველოს მოქალაქეებისგან გაყიდვების ხარჯზე, ყველაფერი დანარჩენი არის სუფთა ინვესტიცია. ანუ 6.6 მილიარდი დოლარიდან პირობითად 5 მილიარდზე მეტი გარანტირებულად არის გარედან შემოსული თანხები, რაც მოხმარდება გარედან უკვე ეკონომიკას. რაც შეეხება 16,000, ეს არის მარტო ბინები და სახლები, რომლებიც გაიყიდება. დანარჩენი სასტუმროებზეა საუბარი, ხო? დაახლოებით დუბაი რო გავიხსენოთ, როგორიც არის დუბაი, თავისი საცხოვრებელი კორპუსებით, ბინებით, სახლებით და ასე შემდეგ, თავისი სასტუმროებით, თავისი სხვა ტურისტული სივრცეებით, რეკრეაციული სივრცეებით, კომერციული სივრცეებით, ანალოგიური ტიპის სივრცეების განაშენიანებაზე არის საუბარი. შესაბამისად, დანახარჯებში ამ სახლების და ბინების წილი არის მხოლოდ განსაზღვრული, ხო, დაახლოებით, არ ვიცი, ზუსტად რამდენი იქნება. სასტუმროებს რაც შეეხება, საუბარია სასტუმროების მშენებლობაზე. ერთი ნომრის ინვესტიცია იწყება 500,000 დოლარიდან. ანუ მინიმუმ 9 მილიონი ჭირდება სათანადო სტანდარტების სასტუმროს ერთ ნომერზე. შესაბამისად, აქ ბუნებრივია ძალიან დიდი ინვესტიციები იდება მარტო სასტუმროების ნაწილში. ამას ემატება საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეები, კომერციული ფართები, მათ შორის საოფისე ფართები და ასე შემდეგ. ანუ მთლიანობაში, ანუ ბინები არის ერთი ნაწილი ამ ინვესტიციის, ყველაფერი დანარჩენი სასტუმროები, მარტო რაც შეეხება გონიოს ეგრეთ წოდებულ მარინას, ხო? მარტო ამის განვითარებას ჭირდება ასეულობით მილიონი ლარი. ჩვენ მაგალითად ამ სივრცის მოწესრიგებაზე რო გვეზრუნა, მარტო მოწესრიგებაზე, რეაბილიტაციაზე, პარკის რეაბილიტაციაზე, მარტო ამას ჭირდებოდა 150 მილიონი ლარი და ბუნებრივია აქ საუბარია ბევრად უფრო მაღალი სტანდარტებით მწვანე სივრცეების მოწყობაზე. ხო, საბოლოო ჯამში
ამ 6,6 მილიარდ დოლარს ქნის ამ კომპონენტების ერთობლიობა, ანუ განაშენიანებაში გულისხმება სახლები, ბინები, სასტუმროები, საოფისე, სავაჭრო გასართობი, სპორტული, სხვა კომერციული სივრცეები და ამ ყველაფერს მოხმარდება ჯამში 6,6 მილიარდი დოლარი. ამის გარკვეული ნაწილი იქნება ბუნებრივია მოქალაქეებისგან ამოღებული, ჩვენი მოქალაქეებისგან ამოღებული თანხები, ბინების ყიდვის შედეგად. ჯამური დანახარჯები იქნება 6,6 მილიარდი დოლარი. რაც ხდება ეფექტს კიდევ ერთხელ ვიტყვი მარტო შენებლობის პროცესში 24,000-ზე მეტი იქნება დროებით სამუშაო ადგილი, რაც შეიქმნება 8,000-ზე მეტი შეიქმნება უკვე მუდმივი სამუშაო ადგილი, მათ შორის სპორტულ სივრცეებში, სასტუმროებში, საოფისე სივრცეებში და ამ შემდეგ თლიანობაში, ეკონომიკაში ამ პროექტის შედეგად შემოვა 11 მილიარდი ლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. დღეს ჩვენი ეკონომიკა არის 104 მილიარდი ლარი და წარმოიდგინეთ ერთი ინვესტიცია შეგვიმატებს 11 მილიარდ ლარს. ანუ საუბარია ერთი ინვესტიციის შემთხვევაში უზარმაზარ წულზე, რომელიც შეუძლია მას შეიტანოს ეკონომიკაში. და რაც შეეხება წელიწადში ბიუჯეტში შენატანებს, გადასახადების სახით შემოვა მხოლოდ საშუალოწლიურად 500 მილიონი ლარი და ამას დაემატება 200 მილიონი ლარი, რაც არის ჩვენი დივიდენდი, ჩვენ გვეკუთვნის მე-13 მოგებიდან შესაბამისად 200 მილიონი არის ყოველწლიური წილი, რაც პირობითად 10 წელიწადზეა გადანაწილებული, თუ უფრო მალე მოხდება ამ ყველაფრის ასრულება, ამოღება, ბუნებრივ უფრო მალე შემოვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯამში არის საუბარი 10 წელიწადზე გადანაწილებულ 700 მილიონი ლარზე, შესაბამისად ბიუჯეტში შემოვა უშუალოდ 7 მილიარდი ლარი ამ პროექტის განხორციელების შედეგად წლების განმავლობაში. და შედეგი რა არის, რომ იქნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, რაც აკლია ჩვენს ქვეყანას. გამწონების მასშტაბი გაიზრდება, არათუ რამე მოაკლდება. ტურიზმის განვითარებას, რა თქმა უნდა, შეუწყობს ხელს და დუბაი ამის ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც იქნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, არა მარტო ვიზიტორების რაოდენობა იზრდება შესაბამის ქვეყანაში, თვითონ ხარჯვის მოცულობაც იზრდება და დუბაიში მაგალითად 2020 წელს 1 მილიარდი იყო ტურიზმიდან ამონაგები და თუ არსები 35 მილიარდს გადააჭარბა უკვე თუ არ მეშლება ყოველ შემთხვევაში არის დრამატული ზრდა. ძალიან მალე და ხო, რაც შეეხება, გონიოს სივრცე არის აბსოლუტურად ძიმე მდგომარეობაში მოსულებული სივრცეა და შედეგად მივიღეთ უმაღლესი სტანდარტების სივრცეს, რომელიც იქ აშენდება და კრწანისის პარკი არის უმძიმეს მდგომარეობაში, როგორც თქვა 150 მილიონი ლარი მერიას დაუჯდებოდა მხოლოდ რეაბილიტაცია, ელემენტარული რეაბილიტაცია ამ პარკის და ამ შემთხვევაში თავისავად მოხდება უშუალოდ პროექტის განმახორციელებლის მიერ ამ პარკის რეაბილიტაცია უმაღლესი სტანდარტებით და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გამწონებული სივრცის მოცულობა და რა თქმა უნდა სხვა ინვესტორებისთვის აქ თქვა კონკურენციასთან დაკავშირებით ქართულ მშენებლებს სხვა ექნებათ კონკურენცია მე ბევრ მშენებელთან მისაუბრია ეგრეთ წოდებულ დეველოპერთან ყველა არის ბედნიერი ამ ინვესტიციის შემოსვლით იმიტომ რომ რეალურად ეს იწვევს ძალიან დიდ დაინტერესებას ქვეყნის მიმართ და ეს მათ შორის სხვა ინვესტორებსაც შეუქმნის იმის სტიმულს, რომ შემოვიდნენ საქართველოში. მე არც ერთი დეველოპერი არ ვიცი, რომელიც არის უკმაყოფილო იმით, რომ იგელ ხელში შემოდის საქართველოში, პირიქით საკუთარ შანსს ხედავენ ამ ინვესტიციაში, რომ მათი გაყიდვებიც დამატებით წახალისდება. და რაც შეეხება კონკრეტულ კრიტიკას, ხო, მიგრაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ, ჩვენ სტატისტიკა გვიდასტურებს იმას, რომ ბინების ყიდვა არ ზრდის უცხოელი მიგრანტების რაოდენობას ჩვენს ქვეყანაში. 5,000 ბინადრობის ნებართვაა მხოლოდ გაცემული საქართველოში ბინის შეძენის საფუძველზე, რაც შეეხება არაბიზაციის კამპანიას, 8 ბინა იყიდეს 257-დან არაბებმა, ანუ არაბული ქვეყნების წარმომადგენლებმა. ხა ამ პირობებში ალბათ ხოლმე უნდა ვაღიაროთ, რომ არაბიზაცია ასე თქვათ ჩავარდა და კამპანიას საფუძველი არ ქონდა. პატარა რეპლიკა და ორი პუნქტი დამრჩა და ორი პუნქტი დამრჩა. ხო, რაც შეეხება მიწის გადაცემას უცხოელებზე, არავისთვის არ გადაგვიცია ჩვენ მიწა. არის შექმნილი ერთობლივი საწარმო და ვერავით არის სხვა მიზნით ამ მიწის გამოყენება დატვირთვა ვერ მოხდება. თლიანად ჩვენს ხელშია ეს ყველაფერი. და მიწა როგორც ასეთი საერთოდ აღარც იყიდება. ხდება მხოლოდ უძრავი ქონების გასხვისება, ანუ სახლის ან ბინის გასხვისება და მასეა დამაგრებული ბუნებრივია მიწა, მაგრამ მიწა როგორც ასეთი ამ შემთხვევაში აქტუალური არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მიწა იტვირთება არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, არამედ ჩვეულებრივი განაშენიანების მიზნებისათვის, შესაბამისად მიწა უცხოელებს საერთოდ არ იყიდება. და
მოგეთ ინვესტიციის მოცულობას რაც შეეხება ამაზეც კი ბატონო, აი ხარი ატარა რეპლიკა დააჟუსტეთ და ძალიან უკვე მნიშვნელოვანი არის ჩემი ქალბატონებთან აზრით. ახეთ პირველი სერიოზული ეჭვები გვაქვს სტატისტიკებთან მიმართებაში, მაგრამ თუ მართლა ეგეთი სტატისტიკა კიდევ ერთხელ მეორე, მოდი მაშინ ის კანონი მივიღოთ ჩვენ რას ვთქვით და ჩავდოთ ეგ დაზღვევა, ეგ ერთი. მეორე. ნახეთ რაშია პრობლემა. ყველაფერი, რასაც თქვენ გვიყვებით, ეს ვიცით უბრალოდ თქვენი სიტყვებიდან და თქვენი ორი წინამორბედის სავალალო ბედიდან გამომდინარე, ჩდება ეგეთი კითხვა, რომ იგივე პროცესები რო განვითარდეს, ჩვენ დავრჩებით ჰაერში და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ერთი რაღაცა რა. აი მანამდე ეგეთი პროექტები რომ მოხდა, როგორ განვითარდა, იმას თუ დავაკვირდებით, მე მგონი უფრო გასაგები გახდება და ახლა მე მაქვს კონკრეტული დოკუმენტები. ეგეთი ის იყო კი, აი York Towers-ის რაღაცა ეგეთი პროექტი იყო, მაგალითად ბაზალეთზე და ეხლა შეგვიძლია ჩვეულებრივ მოქალაქეებმაც გადაამოწმონ ეს საჯარო რეჟიმში ღია ინფორმაცია არის, აი სად წავიდა ეს ყველაფერი რომ ამბობთ, რომ არაბიზაცია არის ლეგენდა, ხო? აი ამ მონაწერებია ვიზე გაიყიდა ეს მიწა, ხო? აგერ ალ-ნაჰავ ჰაშრან აჰმად ნასრანი აგერ იყიდა ბაზალეთში, აგერ შემდეგი ღალებ აბდეხა მოჰამედ ელიანი, შემდეგი ვიცი აგერ მოჰმად ჰუსეინ კამელ აგერ ძალიან ხოთი შუიდან ხო ასობით არის ესეთი ხო ანუ იმიტომ მოვიტანე აგერ ასობით დოკუმენტია მოჰამედ კამელ და პროექტი არ განხორციელდა ხო ეს ანუ ეს მიწები ეხლა არის იმ ხალხის ამიტომ ის რომ უცხოელებზე არ იყიდება მიწა არაბიზაცია არ ხდება და რაღაც ანუ კონკრეტულ დოკუმენტებია ერთი კონკრეტული პროექტის, რაც დემონსტრაციას ახდენს, რომ ეგ მთლად ეგრე არ არის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მარტო თქვენ სიტყვაზე რო არ ვიყოთ და ესეთი ცუდი გამოცდილება რო გვაქვს მანამდე, კარგი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურადაც ყოფილიყო წარმოდგენილი, ბევრად უფრო შინაარსიანი დებატები გვექნებოდა და თუ გაასაჯაროვებთ მაგ კონტრაქტს კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრად უკეთესი იქნება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ქალბატონი. შეიძლება მეც პატარა იმით, მაგრამ ერთად კი პასუხებ და თქვენ როგორც ვთქვი. სულ დარჩენილი გვაქვს 7 წუთი, ასე რომ როგორღაც უნდა ჩავეტიოთ. მოკლე პასუხი ამ თემებთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ. რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის სტატისტიკას, ეს არის უტყუარი ინფორმაცია, ანუ კაცრი აღრიცხვის ქვეშ არის შესაბამისი სტატისტიკა და შეგიძლიათ ნახოთ და არის აბსოლუტურად უტყუარი, ანუ რამდენი ბინადრობის ნებართვა გაიცა უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე, ეს არის უტყუარი სტატისტიკა, ამაში გარწმუნებთ. რაც შეეხება მიწების გაყიდვას, კონკრეტულად ბაზალეთში და სხვა შემთხვევებიც არის, შეგიძლიათ ნახოთ 2018 წლის შემდეგ არის გაყიდული ეს მიწები თუ არის 2018 წლამდე. 2025 წელს არის ყველა გაყიდული, რაც მე აქ ამოვიღე საჯარო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები? არა, მან სამოსახლო ტერიტორია. არა, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების. კი, მან უნდა აშენდეს ბინები და 2025 წელს არის გაყიდული. 2025-ში? კი, და საჯარო რეესტრის ოფიციალური საიტის ინფორმაცია. ანუ ერთმა კომპანიამ მიყიდა დაყო ნაწილებად და მე ამათ მიყიდა. და ეს არის 2025 წლის სტატისტიკა. ეს არ არის 2025 წლის მონაცემებია, მაგრამ როდის გაიყიდა? 2025 წლის როდის გაყიდა? ეს ადამიანები დარეგისტრირდნენ როგორც მესაკუთრე ამ კომპანიამ გაყიდა ამას ამბობ. კომპანია შეიძლება მანამდე მიყიდეთ, მაგრამ იმ კომპანიამ მე ამ ძირებზე გაასხვისა 2025 წელს. ამიტომ კი ხდება არაბიზაციის ეგ კომპონენტი. როდესაც საუბარია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებს, იმიტომ რომ ჩაგეტილია თავდამსახურება. კარგი. ხო, არ ვიცი, მე გადავამოწმოთ კონკრეტული ფაქტი, მაგრამ ჩვენ ჩავგეტეთ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიცია მხარი არ დაუჭირა თავის როლს. ანუ პრაქტიკა გვაქვს ხოლმე უცვლიან როგორც წესი დანიშნულებას და მე მაგასთან უკაცრად ვაკონტროლებთ თვითონ დანიშნულების შესვლას არასასოფლო სამეურნეო კაცრად აკონტროლებთ. ყველა მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალედ მუშაობს, შეგვიძლია გადავამოწმოთ ერთად კონკრეტული ფაქტები. რაც შეეხება კონტრაქტის განსაიდუმლოებას, არის კომერციული ხელშეკრულება. მე უბრალოდ აი მარტივი კითხვა მინდა დავსვა. ყველა დეტალი გამოვიტანეთ რეალურად. იქ არის კონკრეტული იურიდიული ნიუანსები, რისი გახმაურებაც არ უნდა კონკრეტულ კომპანიას, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა. რაიმე თეორიული კითხვა, აი რაღაცა თეორიული საკითხები წამოჭრეს, რომ იქ მეჩეთები ხომ არ აშენდება და შემდეგ გარწმუნებთ, რომ არავითარი მეჩეთის მშენებლობა არც კონტრაქტშია გათვალისწინებული. აქვე გავარკვიეთ, რომ 6,7 მილიონის ჩადება კი არ ხდება, რაღაც სხვა თანხის ჩადება ხდება იმ კაციდან. 6 მილიარდი არის ჩამორად პროექტის ღირებულება. ამიტომ ნებისმიერი ასეთი კითხვა დაგვისვით, გაგცემთ პასუხს. სრულად გარწმუნებთ, რომ არაფერი
ასე ვთქვათ, მოსახლეობისთვის დასამალი აქ არ არის წმინდა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული ის იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება არ უნდადეს კომპანიას, მაგრამ თუ რაიმე თეორიული კითხვა შეიძლება არსებობდეს, დასვით ეს კითხვები, აქვე გიპასუხეთ ნებისმიერ კითხვაზე. მადლობა, იაგო, თქვენი რეპლიკა და ბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ ამას გაყიდული 300 ბინიდანო 8 იყიდა არაბებმა. დანარჩენი ქართველები სხვადასხვა ხალხის ნაკიდი არის. პარალელურ რეჟიმში გვეუბნებით, რომ არაბებს შემოაქვთ 6 მილიარდიანი ინვესტიცია. მე რასაც ვაკვირდები ამ სიტუაციაში, არაბებს 8 ბინა აქვთ ნაკიდი. და შესაბამისად მეტი არანაირი ფული არ შემოაქვთ. აი დანარჩენი 60% ქართველის კიდევ ვიღაცის, მათ შორის 8 არაბი შემოტანილი ფულის საფუძველზე ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას. ამას ვეძახით ინვესტიციას და ბიუჯეტში ფულის შემოსვლას. აი 60% ქართველი, რომელმაც ბინა იყიდა ამ რაღაცაში. ხო, არაბები რო არ შემოსულიყვნენ, ბინას ხო მაინც იყიდნენ. ბიუჯეტში ფულს ხო მაინც გადაიხდიდნენ. ანუ ის თქვენი 6 მილიარდიანი ინვესტიცია ტყუილი როგორ არ არის თუ ჩვენ მარტო 8 არაბი გვყავს იმისთვის ვინც ბინა იყიდა და ჯერ თან ფული წინასწარ არის გადახდილი მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა ანუ მშენებლობა უნდა დაიწყოს მას შემდეგ რაც ხალხი ბინებს იყიდის ხო და აი 6 მილიარდიანი ინვესტიცია რანაირად არის მაშინ როდესაც შემოდის ფული იგივე ფული ქვეყნის შიგნით ტრიალებს იგივე ხალხი ვინც სხვანაირად იყიდდა ბინას და ბიუჯეტში ფული მაინც შემოვიდოდა ის ყიდულობს და თან ამ ყველაფერთან ერთად ადგილობრივ ბიზნესმენებს ამის კეთების საშუალება არ აქვს და ჩვენი პრემიერი არაბებს აპიარებს შენებლობაში. მოისმინეთ პასუხი. თავდო მარიამ. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რომ მის ინტერპრეტირება არ მოხდეს იმ ფაქტების, რასაც ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ საუბრობთ. პირველ რიგში არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს არის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია და აბსოლუტურად ყველა ქვეყანა განვითარებული არის და მე გაგცემ როგორ შეიძლება ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ პროექტის ჯამური ღირებულება არის 6.6 ამერიკული დოლარი. ეს არის უმსხვილესი ორი პროექტი და ჩვენ უნდა გავცდეთ მხოლოდ იმ თემაზე საუბარს, რომ შენდება საცხოვრებელი სახლები. ეს არის ორი უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი, შეიძლება ასეც დავარქვათ, სადაც უმაღლესი სტანდარტის განთავსების ობიექტები აშენდება, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზღვაო გონიოს ტერიტორიაზე მოეწყობა სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ასობით $1 მილიონ ინვესტიციას გულისხმობს იახტ-კლუბის სახით. ამავდროულად მოეწყობა უნიკალური სივრცეების სარეკრეაციო, რომელიც დღეს არც ერთ ტერიტორიაზე არ არის, არც გონიოში, ისე როგორც არც კწანისში. მეორეს მხრივ შეიქმნება ახალი სამუშაო და გაგცემთ ყველაფერზე გაგცემთ. ყველაფერზე გაგცემთ. 800 ყოფილა სულ 6.5 მილიარდი. ასეთი მიწების სხვაც არის. ერთად ვიპოვოთ ქართველი ინვესტორი, რომელიც 6.6 მილიარდ დოლარს ჩადებს, ასეთ მიწებს. თუ თავდებში ჩაუდგებით? თავდებში არ ჩავდგომ, მივართ არც ერთი ინვესტორი. არ გარანტია არა. ბატონო იაგო, უნდა განვაცხადოთ, ნახეთ. კი, იგივე პირობებით მოიყვანეთ, იგივე ეს არის ინტერპრეტირება. ჩვენ გამჭვირვალედ საუბრობთ, რომ არც ერთი ფორმის გარანტია, არც ფინანსური, არც იურიდიული ინვესტორისთვის არ მიგვიწევს. საქართველოს ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს ინვესტორთან, როგორ მოიზიდავენ ისინი ამ თანხას. ინვესტორი ვალდებულია მოიზიდოს სრულიად ის თანხა, რომელიც პროექტის განვითარებას ჭირდება. ნულოვანია სახელმწიფოს ვალდებულება, ნულოვანია სახელმწიფოს იურიდიული თუ ფინანსური ვალდებულება და დამატებით ვიტყოდი, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, იმიტომ რომ სახელმწიფომ შეძლო დამატებით დარჩენილიყო თანამესაკუთრე ესეთი მნიშვნელოვანი მიწების და მიწები არ გასხვისდა. ისევე როგორც არც მოხდა მისის ჩუქება. ერთი წუთი დავასრულე. პრემიერი არავის არ უდგება თავდებში, ეს არის მის ინტერპრეტირება და მე მგონი ამაზე შევთანხმდეთ. მეორე რაც შეეხება უშუალოდ ამ პროექტის მნიშვნელობას უკვე პრემიერმა ისაუბრა და მესამე, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე მეტნაკლებად უფრო საგნობრივ დისკუსიაზე გადავედით და რიტორიკა არაბიზაციის, ახლა შფოთველობა უფრო გვაქვს ქართველიზაციის თაობაზე და მე მგონი შინაარსობრივად მე ერთ დავამატებდი ასევე რომ იყო ხსენებული კომერციული საიდუმლოება და რატო არ არის გასაჯაროვებული ხელშეკრულება. პირველ რიგში მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ დღეს არსებობს წლების განმავლობაში დაგროვილი ასობით, შეიძლება ითქვას 1000-ობით ხელშეკრულება, რომელიც არ არის გასაჯაროვებული და რომელსაც აქვს კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ამ ხელშეკრულებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს მეორე ხელშეკრულება, რომელსაც კომერციული სტატუსი აქვს დღეს მთავრობაში და ამდენი დეტალი იყოს გასაჯაროვებული ხელისუფლების მხრიდან. კითხვები ნებისმიერი, რომელიც ლოგიკურ
პუბლიკური იყო და ჩვენ გვესმოდათ, ამიტომაც ღია ეთერებში ისევ როგორც საჯაროდ განმარტავდით და კითხვას ვცემდით ყველა დასმულ კითხვას, ასევე დღეს შემიძლია გამოვიყენო ეს დებატი და ყველას მოგიწოდოთ, რომ თუ დარჩა რაიმე კითხვა, რომელზეც პასუხები შეიძლება აქამდე არ იყო გაცემული, მოგმართეთ გნებავთ წერილობით კიდე საჯაროდ და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ ამ პროექტში გარდა სიკეთისა არ არის არაფერი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, შფოთვა გამოვხატოთ. არავითარი კავშირი მიგრაციას ამ პროექტთან არ გააჩნია. ეს არის უდიდესი პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის მომტანი, ახალი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნელი და სულ ბოლოს ვიტყოდი, მე არ შემიძლია პასუხის გარეშე დავტოვო ბატონი ლევანის სრულიად პოპულიზმით და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა ჰესებთან მიმართებაში და მე მინდა ბატონი ლევანი შევამზადო იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მმართველობის დროს განხორციელდება. ეს არის ნამახვანის პოპულიზმი იყო, თქვენ რაც ილაპარაკეთ, ეხა იმ საცხოვრებელ კომპლექსში ვერცეთი ჩვენი ტბდელი მაყურებელი ბინას ვერ იყიდის და ვერანაირი სოციალური ასე ვთქვათ სამართლიანი $1650 კვადრატული მეტრი. აშენებთ ისეთ პროექტს, რომელიც აი ურბანულად არ არის შესწავლილი. რა გავლენა ექნება რუსთავზე, რა გავლენა ექნება თბილისზე. დავსვი შეკითხვა ინერტულ მასალებზე არ გაეცით პასუხი, არ გაეცით პასუხი წყალი საიდან მოდის იქ, მიწების გაუდაბნოება რომ მიდის თელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ამაზე რა გავლენა ექნება. იმაზე არ პასუხობთ და უპრობლემო პროექტია, საზოგადოების მოდელი ამათ რომ უნდათ დუბაის აშენება საქართველოში და ვიღაცას რომ უნდა სინგაპურის აშენება, ჩვენ არც დუბაი გვინდა და სინგაპურიც არ გვინდა, ნორმალური ქვეყანა გვინდა, დემოკრატიული, რომელიც არ დგას მუშების სიკვდილზე, ის ყველა სათამსჯენზე არის შრომითი ექსპლუატაციით აშენებული და ადამიანის განადგურებით აშენებული და იგივეს უპირებენ ქართველ დასაქმებულებს აქ მათხოვული ხელფასით უნდა აშენონ საშინელი შენობები. პასუხეთ და დავამშვიდობები მაყურებელს. საზოგადოებამ ასევე, როდესაც საქმე ეხება თვითონ განაშენიანებას და ამ ყველაფრის დეტალებს. ამ შემთხვევაში სტანდარტული წესით შედის ჩვეულებრივად ნებართვაზე ორივე პროექტი, შედის მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ბათუმის მუნიციპალიტეტი. საგრებულოებში აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება პროცედურა. შესაბამისად საზოგადოებას ექნება უარზე არ ვამბობ მე. გამჭვირვალობას ხო არის საუბარი. როდესაც შევა. როდესაც არა, როდესაც შევა. გასაგებია თქვენი პოზიცია პასუხი მოისმინა. როდესაც გასაგები არ იყო ლექციებს რო აკითხებდი და ახლა მე პასუხის უფლება. როდესაც შევა ნებართვაზე. როდესაც თქვენია, ყველა ტელევიზია ძალიან უნდა თქვენია და ახაც თქვენ უნდა ილაპარაკოთ. კონსტრუქციულად მივიდეთ ფინალამდე. მომგებიანი სტილი მე მგონი ასეთი არის მომგებიანი ჩემთვის მე გადაწყვეტ. მე დავამშვიდობები მაყურებელს და ეს იქნება. მაგრამ ნახეთ, გამჭვირვალობაზე ხო არის საუბარი. როდესაც შევა ნებართვაზე. შესაბამის პროექტები. სამი მუნიციპალიტეტი განიხილავს ამ პროექტებს. საზოგადოებისთვის პროექტები იქნება სრულიად გამჭვირვალე. ზუსტად მშენებლობის დაწყებამდე საზოგადოება ზუსტად ეცოდინება იქ რა აშენდება კონკრეტულად. ეს არის რაც საზოგადოება. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრების გადაცემაში მონაწილეობისთვის საერთოდ აღარ გვაქვს რო უნდა დავემშვიდობო მაყურებელს. მადლობა მაყურებელს რომელიც გამოყვა ბოლომდე დღეს ამით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.